ნახე? არ პირველად გავიგე. მე შოქშია ხალხი. ეთერში ვართ. რაზეა? იცი რა არის, წარღვნა არის და ცხოველები როგორ ცდილობენ გადარჩენას. ძაღლები, კატები, შინაური და ნუ იტბორება ყველაფერი, დინება მოდის, ნაკადი მოდის და ესენი ჩალიჩობენ გადარჩნენ, მაგრამ უბრალოდ ეს ის ხო, კარგად გაკეთე. კატა ხო არ არის მთავარში. კი, ხო და თვითონ ადამიანების ცალკეული ჯგუფების გადარჩენის მოდელები და რაღაც ეგეთები არის სინამდვილე ალეგორიულად, მაგრამ რაღაც ისეთი გაკეთებულია, ძალიან კარგად გაკეთებული. და ნახატიც არასტანდარტულია. ხო, აი ისეთი დეტალებით და რაღაც ის აი წყლის თამაში, რაღაც ის ძალიან ლამაზი სანახავია და დარწმუნებული მე ახლა ტელეფონში უყურე და აი დიდ ეკრანზე იგრეო. აქვე სანამ აყურებს მივესალმებით, გუშინ უყურე მუფასას, ანუ სიმბას მამის ამბავს პრიკველი არის. ძალიან. უყურე შენ? არ მინახავს. გავგი არ ველოდებოდი, ხო იცი, ძირის წინ ჩავრთე, უნდა დამეძინა და არ დამეძინა, ისე შევედი. აი ძალიან კარგი გადაღებული, ბევროჯობია სიმბას პირველ სერიის. მოკლედ ჯიმიდან იყო ვართ და მე დათო და საღამო მშვიდობისა. რატო გაგახსენდა მულტფილმი? ანიმაცია. ხო, რა მომახსენდა რატო? ანუ არ ვიცი, როგორც ყველა ხო არ გაგხსენებია. მე გეტყვი რატო? რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეხა ყველანი ერთი დიდი გადარჩენის აი რა პროცესში. ანუ გადასვლაც არ იყო, მართლა ესე მგონია, ჩემი სალაპარაკო ძირითადად ის არის, რომ რა რთულია, როდესაც დიდი ცვლილებების პერიოდში ცხოვრობ და ხარ ისე რომ არ იცი საერთოდ ეხა რა ხდება. ამოვიდა ყელში. მე მგონი ძალიან ცუდ პერიოდში ვართ. ხო არის? ძალიან ძიმეში. მართლა წევლა ყოფილა. იცი რა არის, ამას წინათ ეხა არ დამიწყია, მაგრამ 2 კვირის წინ ხალხი რო პორნოგრაფიას უყურებს, ხოლმე ისე უყურებდი YouTube-ზე ვიდეოებს, როგორია ცხოვრება კუნძულებზე. იქ როგორ არიან და ერთ-ერთი რაზეც ვკაიფობდი, ტრისტან და კუნია არის ესეთი კუნძული, წმინდა ელენეს კუნძული ალბათ გაიგეთ ნაპოლეონის სადაც იყოს. იმის კიდე მოშორებით არის, მე მგონი ყველაზე მოშორებული დასახლებული ადგილია მსოფლიოში. დიდ ბრიტანეთს თუ გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის, მაგრამ თქვა კარგად ვერ ვარკვევი, მაგრამ მოკლედ ბრიტანეთის დომინიონი, როგორც ამბობენ, 250 თუ რაღაცა კაცი ცხოვრობს. ასაკეთებენ, არ ვიცი, ანუ მიწის სოფლის მეურნეობითაც არიან დაკავებულები, მაგრამ 10 დღე უნდა რომ გემით მიხვიდე იქამდე. და წელიწადში რამდენიმე გემი მიდის სულ. და არიან რა 18 ოჯახია, წყნარად არიან, დილას გამოვალ, ვაიმე ძროხას რა დაემართა რაღაცა იქ. მე მეთქი რომ ეგ ცოტა მეტის მეტია, ძალიან ცოტა ხალხია. რაღაცნაირად ეზრდებათ ალბათ, ყელში აქვთ ამოსული ერთმანეთიც და რა. აეროპორტი არა. აეროპორტი არ აქვს. არა, დაიწყეს აშენება და მე არ დაამთავრეს. აეროპორტი რო კონდეთ 250 ადამიანი უკვე ვერ ეყო. თან როგორ არის, რომ იქ ბილეთს რო იყიდი, ტურიზმი არის, მაგრამ არის აი რამდენიმე ადამიანი წელიწადის განმავლობაში და შეიძლება 10 დღე გემზე იჯდე, მიხვიდე იქა და ვერ ჩახვიდე კუნძულზე, იმიტომ რომ რთული მისადგომია, შეიძლება ხელვა იყოს და წახვალ უკან და კიდე 10 დღე უკან წახვალ სადღაც სადაც მიდიხარ. კუნძულზე გინდა ნიკო. გვერდზე იქით ახლოს არის წმინდა ელენეს კუნძული, სადაც ნაპოლეონი იყო ბოლოს გადასახლებული, იმიტომ რომ ძალიან შორია და ეს უფრო დასახლებულია წმინდა ელენეს კუნძული 2000 რაღაცა კაცი ცხოვრობს ადამიანი ერთი ქუჩა აქვს მანქანები არის რაღაცა და აი ესე უყურებდი რომ მეთქი აი იქ რა კაი ალბათ რომ დილას იღვიძებ რაღაცა ეს არ არის და მე სამსახურში ვყვებოდი ამ დღეს მაგას იმ დღეს რომ მეთქი ტრისტან და კუნია და ჭუმბურა ჩვენი ხო ტრისტან და კუნია ისიც თურმე მაგას უყურებს და რა დამწრეული გვაქვს საერთოდ ადამიანებს ჩადიხარ და იქ ჭუმბურა ხდება არა რომ ყველა რო ესე უყურებთ რომ ვაიმე რა კაია ცოტა სიმშვიდე რომ დილას რო იღვიძებ და ღმერთო ჩემო რა ხდება ეგრე არა ხარ ნუ იცი რატო აი მოუბრუნდეთ რა თემები გიწერია ჩვენ ხანდახან ჯიმის აქვს ხოლმე რომ ჩამოწერილი აქვს რომ ამ თემებს შევეხოთ ჯერ რო არ იფიქროს წამიკითხა მაგრამ ჯერ რო არ იფიქროს ქორიძემ რომ შეგშურდა და გული გაგვისკდა და ესე იგი მისი წარმატება არ გაგვიხარდა ვთქვათ რომ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში მეორედ მოიგო მეორედ არის გამარჯვებული ეს ახლა როგორი რაღაცა არის. ნუ ჩათვალე რომ მარია სკლოდოვსკაია კიურიმ რომ ორჯერ ნობელის პრემია აიღო, ეგეთ ის სინამდვილეში შევადარე ჩვენი ისახარ მეთქი ლაშა ბექაურის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ეს ორგზის ევროკავშირის და სალომე ჩადუნელმაც რო აიღო, ის რახან აკარზეს, ამიტომ არ მოხსენოთ. საერთოდ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები აქ ბევრი აკრიტიკებს და რაღაცა, მტრები ბევრი ყავს, მაგრამ ყოველ წელს, ნუ აი ორზე ნაკლები მე არ მახსენდება. შენ ხო ხარ რეციპიენტი? მაკეთ მივდიოდი. მაკეთ მივდიოდი. ხო და, ნუ მოკლედ ეგეთი ამბავი არის. მართლა ის არის მნიშვნელოვანი წარმატება არის, იმიტომ რომ თვითონ
ძალიან მაღალი კონკურენცია არის, თუ კი პასუხისგებლიანი ეთიკური ჟურნალისტიკა არსებობს, ვინმე დიდი პატარა მცირე ორგანიზაცია, ელექტრონული, ვეჭდური, ტელე, რადიო, ყველა იღებს, კი, ყველა იღებს მონაწილეობას, თვითონ ჟიურიც ესეთი მაღალი კომპეტენციის და მაღალი მოთხოვნილების და ძალიან თვითონ აი ამ პროფესიაში მყოფი ადამიანებისთვის ბევრად ის არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ წარმატება და ბევრ ამაზე მეტყველებს და ქორის ულოცავთ და ქორი მართლა მხეცი ყავს და თან მე უნდა ისაქნა ჩავაკოკო მან იმიტომ რომ დღეს პესიმისტურ განწყობაზე ვარ დიდი შანსი რომ ბოლო იყო ანუ განსაკუთრებული პესიმიზმიც არ არის ავარაუდოდ ბოლო იყო ხო მაგრამ ევროკავშირმა უკვე გამოდო განცხადება რომ ახალი სტატიების დანამუშევრების მიღება 3 მაისიდან დაიწყება და იმედს გვაძლევს რომ დიდი წარმატებას უსურვებთ მათ მაგრამ ხო, ჩემი თემები ჩამოთვლილი. კვერცხების როლა. კი, მე ანუ 4-ე ჩამოთვალე და მე ჩემი ისა. მოღალატის მუხლის დამატება სისხლის სამართლის კოდექსში 5000 ლარიანი ჯარიმებმა რო ტვინი წაიღო და ფაქტობრივად აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც ეს ჯარიმა არ მისვლია. თან უკვე თვითონ მე გავშალოთ. არა, ეს ხო და ეხავე გავშლით მაგას, მაგრამ დანარჩენი ორიც ჩამოწერე და მე გეტყვი მაგას. ხო, ეს მეორე არა, ერთი გადარჩა რა, უკრაინა ტრამპი. მოდი 5000 ლარიან ჯარიმებზე დავიწყოთ, რომელიც ბოლო დროს არის ხოლმე ესეთი შენი აზრით. ანუ განხილვის თემა არის, დავიწყეთ წინააღმდეგ და არ დამთა. წერენ რომ ხალხო ნუ გეშინიათ ფონდები იხდიან რაღაცა. ჩემი აზრით 5000 ლარიანი ჯარიმები არის ძალიან ეფექტიანი გზა პროტესტის ჩასახშობად და ამის წინააღმდეგ. შენი აზრით ასე. ჩემი აზრით ძალიან ვერაგული ამბავი არის. ის ფონდები რომ იხდიან, ფონდები ყოველთვის ვერ გადაიხდიან. ის ფონდები არ არის უსასრულო და ბევრი რაღაცის გამო შეიძლება ეს ფონდი დასუსტდეს, დაიხუროს, არსებობა შეწყვიტოს, მუშაობა შეწყვიტოს. თვითონ პრინციპი არის საშინელი. რაღაცნაირად ეს ჯარიმები უნდა იყოს, მოდი, ჯარიმები უნდა იყოს სამართლიანი, ეს ერთი პირველი და არ არის ეს ჯარიმები სამართლიანი და რატო ამაზეც ვილაპარაკოთ და მეორე უნდა იყოს რაღაც ლოგიკური უნდა იყოს, ხო? ან შემოსავლიდან გამომდინარე. მე მაგალითად თუ მომივა ეს 500 ლარიანი ჯარიმა და სიტყვაზე მექნება საშუალება ან გავასაჩივრო, ან სასამართლოში, ან მოსამართლეს და დამივტკიცეს, ან უпроსტად მე ვერ ვამტკიცებ, რომ არ მეკუთვნის ეს მე ეს არ დამირღვევია კანონი და არ მეკუთვნის ეს ამ ჯარიმის გადახდა და თუ მაინც ვერ დავამტკიცებ და მომისჯიან, ვიტყვი რომ რაღაც ალტერნატიული, მაგალითად მირჩევნია ჩავჯდე რამოდენიმე ხნით, 1 კვირით, 2 კვირით, 3 კვირით. ეს 5000 ლარიანი ჯარიმა, გარდა იმისა, რომ უსამართლო არის და წარმოუდგენლად დიდი არის, არა მაქვს ამის საშუალება. მე არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვინც ქუჩაში დგას და ვისთვისაც სულ ერთი არის, ეს არაფერი თანხა არ არის. მესმის რომ ჯარიმის ამბავიც ეგ არის, რომ არაფერი თანხა არ უნდა იყოს. უნდა იყოს ისეთი თანხა, რომ აი დაფიქრდე, დავარღვიო თუ არ დავარღვიო. მაგრამ 5000 ლარი, აი სულად წარმოუდგენელი ამბავია. ეგ რასაც შენ ამბობ, რაღაც ლოგიკა ხო უნდა არსებობს, ხო? ასრული პატივისცემით არის უაზრობა. ეგ დაივიწყე. ეგ არის დღევანდელი ჩემი ის არის, რაც გინახავს ვეღარ ნახავ. იმიტომ რომ შენ ოპერირებ შარშანდელი, გუშინდელი იმითი, რომ სამართლიანი რა არის, სწორი რა იქნებოდა თანაზომადი ჯარიმა და ბევრი სხვა შვება ესე როცა ამბობენ რომ მოდი აი ეს ამას გავაპროტესტებთ, ნახე ამას იმას შეიტან სასამართლოზე მიდიხარ და ამტკიცებ რომ მომივიდა 5000 ლარი რომ გზა გადავკეტე და ამის დასადასტურებლად არის არაფერი. ანუ როგორც წესი არის ხოლმე როგორც წამიკითხავს ერთი ფართო ხედი სადაც გადაკეტილია გზა და მეორე სადაც ვიღაც ტიპი დგას უკვე გადაკეტილ გზაზე და არის უამრავი ადამიანი. ხო, რაღაცნაირად შენი იდენტიფიცირება თუ მოხდა ყველა ვარიანტში გაჯარიმებენ. ხო, იმის და მიუხედავად გადაკეტე გზა თუ არ გადაკეტე. იმიტომ რომ ამ ჯარიმებს არაფერი საერთო არ აქვს, არც სამართლიანობასთან, არც იურისპრუდენციასთან, არ არის პონტი. ანუ არ არის პონტი რომ მოსამართლესთან რომ მიდიხარ იმან აწონა შეაფასა თქვა რომ არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები და თუ არ არის იტყვის რომ მე ვაიმე რა ვქნა ჩემთვის კანონია უზენაესი და შენ გამართლებული ხარ ძმაოვან და წადი სახში იმიტომ რომ შენ ყოფილა თუ მსგავსი შემთხვევებიც მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა იმას რომ კვერცხების როლთან დაკავშირებით. მოიცა ჯერ ეს ანუ არა ეს ყველაფერ ერთში მოვახცევ და მე მოვაქცევ და მოუბრუნდები იმას 5000 ლარს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაგაზე ლაპარაკი. არ აქვს აზრი ლაპარაკი კვერცხზე სწავლ, ესე იგი ჯარიმებთან ერთად. რომ იმას რომ აეროპორტში როცა ესროლეს თქვათ გახარიას ან სალომე ზურაბიშვილს
და იმ ხალხს არაფერი და მეორე მხრივ შოთა დიღმელაშვილმა რომ შენობას ესოლა კვერცხი და იმას კი აღარ აქვს მაგას მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სამყაროში, არა მარტო ქვეყანაში, არამედ სამყაროში, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული. კანონის უზენაესობა კარგად იყავი ნახვამდის ყველას ფეხზე კიდია. არ არის, ანუ ეგ არის ძალიან პრინციპული ცვლილება, იმიტომ რომ ის რომ ზია ამაღლობელს სილა გაარტყა პოლიციელს და ხალხი ზის და ამბობს რომ აბა პოლიციელს ის იყო რამდენი ის არის ბათუმელებსაც ეწერა და სხვებსაც რომ მუშტი გაარტყეს პოლიციელს და თქვენს რომ ეს არ იყო თავდასხმაო. იყო შემთხვევები, როდესაც გუშინ ბათუმშივე იყო დღეს წერდა, ვინ წერდა რომ კვერცხი მოხდა პოლიციელს ნასროლი, რომელიც პოლიციელისთვის არ დაუმიზნებიათ აქციის მონაწილეებს ესროდნენ და არაფერი, ანუ პოლიცია არც მისულა და ხელიც არ დაუდიათ, იმიტომ რომ კანონის უზენაესობა აღარ არსებობს. აღარ არის რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე. მაგას თუ არ შეეგუები, საქართველოში მეც სოფლიოშიც ხდება ეგა, თუ ძველი იმითი აგრძელებ ლაპარაკს, ისე რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს, მაგრამ აღარ არის, ეგ არის ფაქტი, ეგ არის მოცემულობა. შენ თუ რაღაცას აი ნახე, ხუმრობა გქონდა აქამდე, რომ ქორიძემ რომ კვერცხები დამიშინოს, მე თუ ამასობაში ვიტყვი რომ ვერ გავიგე გამჭვირვალობაში რა არის ცუდი, ქორიძეს დაიჭერენ. ქორიძემ რომ კვერცხები მესროლოს და მე ვამბობ რომ ქალი და კაცი, ქალია, კაცი კაცია და მან კვერცხი მესროლოს, ქორიძეს დაიჭერენ. მე თუ რაღაცა სხვას ვიტყვი და ქორიძე როგორც მეორე მხრიდან მეწყვის, იმას არ დაიჭერენ. ეგ არის ეგრე. ანუ მაგაში ვცხოვრობთ. შეგვიძლია მე და შენ რასაც ვაკეთებდით აქამდე ვისყიდეთ და ვიწუწუნოთ რომ არ არის სწორი ეგრე. არ არის სწორი, ანუ სხვა იმაზე ვარ გაზრდილები. მესმის, მაგრამ რაღაც ეფექტიანი დაპირისპირებაა საჭირო. აი ამ ჯარიმებს ხო მესმის რომ რასაც აკეთებენ და რას გვიკეთებენ, რას გვიშვებიან უпростоრად. მესმის, მაგრამ რაღაცნაირად ხო უნდა შევეწინა. აი მეორე მხარე ეგ არის. როგორ დაუპირისპირებთ ჩვენ არ ვიცი, ან ჩვენი საქმე არის რაღაც გავაშუქოთ რაც იქ არის, ჩვენ არც აქტივისტები ვართ, არც პოლიტიკოსები ვართ, მაგრამ მაგისი მეორე მხარე არის, რომ აღიარება, რომ პრობლემა არსებობს. იმიტომ რომ დღემდე ჩემი ფრენდები ვინც არიან, წერენ ხოლმე, რომ ჯარიმები დაიკიდეთ, ჯარიმებს სხვები გადაიხდიან, მაინც მოდით დადექით. ჯარიმები მუშაობს ძალიან ეფექტიანად. რამდენიმე იმის გამო, რაც ჩვენ თქვი, რომ ერთი ფონდის რესურსები ამოუწურავი არ არის. მეორე, ფონდთან წვდომა რო გქონდეს, უნდა იყოს ცოტა უფრო მეტად ჩართული, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ტიპი. ანუ უნდა დაიტოვეში გაწევრიანებული იყო, უნდა იცოდეს მიწერო, უნდა ის კონდეს. პროსპერიტი როა იქ, ხო? მე მგონი ახსუ რეკლამა ტელევიზორს ჩართავდა, იქ არ არჩევენ სადღაც ეს აქტივისტი ხარ, შეერთხელ მიხვედი. ანუ მაშინ უნდა იცოდე რა, ვინ როგორ და რანაირად არჩევდა. მე რო ვარ ტიპი, რომელიც თქვათ, ადამიანი, რომელიც აქციებზე დადის. არა ვარ სუპერ აქტიურად ჩართული, ანუ ის არ მივიდივარ, მაგრამ ჩემ რაღაც ბევრი ხალხი რო არის, მეც იქ ავარ ხოლმე. მე თუ რაღაცა შანსი მაქვს, რომ მე შემეტენა 5000 ლარის გადახდა. ჩემთვის 5000 ლარი არის არაუბრალოდ შემაწუხებელი, არამედ ფინანსური კატასტროფა. ხო, მაგას ვამბობ. იმის და მიუხედავად რამდენი მაქვს. ხა შეიძლება ეხლა შეჭირვებული თუ რაღაცა არ ვიყო, მაგრამ 5000 ლარი გამანადგურებს, ამ ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება ჩემთვის. და თუ სადღაცა შანსი მაქვს და ვიცი, რომ იქ რომ მივალ, გამოვჩდები 5000 ლარს გამომიწერენ. შემდეგ ჯერზე როცა დაუძახებენ ადამიანებს, როგორც იყო თბილისი მოლთა, რომ მოდი ახლა ძალიან ბევრი შევიკრიბოთ. ძალიან ბევრი არ შეიკრიბება. ვინც ეხლა ისევ აგრძელებს აქციაზე მისვლას, არის რასაც ინგლისურად ქვია ხოლმე core group. ანუ ხალხი, რომლებმაც იციან, რომ ან ფონდი გადაუხდის, ან მამენ თავი აქვს გადადებული და თუ არც გადაიხდის ასე შემდეგ, მაგრამ დანარჩენები, ვინც აი გულშემატკივრობენ აქციას და მივიდოდნენ, ძალიან ბევრი ორჯერ და სამჯერ დაფიქრდება მივიდე თუ არა. იმიტომ რომ აი რა ვიცი, მე შეიძლება იმას ვფიქრობ, რომ ეხა კიდე დავწერო ფონდს და დაიტოვეში დავწერე და იქ ვიღაცა სუსის რადარებზე გამოვიშდი და მე მეორეჯერაც გამომიწერენ. ეს არის პრობლემა, ეს არის ეფექტიანი ხერხი, რომელსაც მიმართავს ხელისუფლება, რომლის საწინააღმდეგოდაც ჯერჯერობით არის ის, რომ ისიცა ჩემი ფრენდები წერენ, რომ ფონდები არიან გადაგიხდიანო. არ არიან ფონდების ის არ შემხვედრია მე მაინდა-მაინც რომ დაიკიდეთ, მოდით და ჩვენ გადაგიხდით. არც ერთი არ მინახავს, შეიძლება იყო, მაგრამ მე არ შემხვედრია. არ ვიცი დახურულ ჯგუფებში წერენ თუ არა, მაგრამ ეხლა მორჩები და მე დიდხანს გასწილო ელაპარაკო. არ არის რაღაცა საინფორმაციო კამპანია ვიღაცეების მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ჯარიმები დაიკიდეთ. არ არის. იმიტომ რომ არის ხალხი, ვინც თვითონ იხდის ამ ჯარიმებს. არის ხალხი, ვისაც ჯარიმა დაემუქრნენ, ჯარიმი დაურეკეს და უთხრეს და სინამდვილეში მე არ მოსულიათ და ან იქნება, ან არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს არ არის, რომ ეს არის დაშინების მექანიზმი, რომ მე აღარ მიხვიდე. შეიძლება არც გამოგიწერონ ჯარიმა, მაგრამ შიში იმისა, რომ 5000 ლარი კონდეს გადასახდელი, არის ძალიან სერიოზული შიში. ძალიან ბევრ ადამიანს ურჩევნია, პირადად მე ვირჩევნია, რომ ერთი კვირა სადღაცა ვიჯდე და გამოვიდე, ვიდრე 5000 ლარი მქონდეს გადასახდელი. 5000 ლარი ძალიან ცუდი იქნება და ოჯახური იმისთვის. ერთი კვირა გავძლებ რა, რა უნდა ქნან ახლა ხო არა.
ხო, თან როგორი რაღაცა არის, იცი, ახლა ლოგიკურად შეიძლება იფიქრო, ხო, რომ აი, ნუ ბევრნი ვართ და უკვე გვეკუთვნის, ვერ ვეტევით რაღაც მოედანზე და უბრალოდ გზას კი არ ვკეტავთ. აი, როგორ კანონითაც რო არის ნება დართული, ხო? აი, იმდენი შევიკრიბეთ, რომ ბუნებრივად იკეტება გზა. მაგრამ უყურე შენი თქმის არ იყოს, უკვე გადავლახეთ ის ზღვარი, ხო? ასეთ შემთხვევაში შეუძლია თქვას პოლიციელმა, იმიტომ რომ ცუდად ხარ. საწავიდო. ცირა ჯობია აქტად და ეს გაიგოთ კარგად. ხელში დაიჭერე თუ ეს არ აქვს. არა, აი ყავს ეს. აი ესე იდოს და ხო. ხო, ასეთ შემთხვევაში ხო, ბუნებრივადაც თუ იკეტება გზა, ხო, ასეთ შემთხვევაში შეუძლია თქვას სიტყვაზე პატრულის თანამშრომელმა ან პოლიციელმა, რომ ნუ არა არისო ის იმ რაოდენობის კრიტიკული რაოდენობის მომიტინგეების ის არიცხვი, რომ გზა გადაკეტილიყო, ხო? ანუ რეალურად ხო ყველა საშუალება აქვს იმის გამო რომ სასამართლო რეალურად არ აკონტროლებს და არ ფილტრავს ამ შემთხვევებს, ყველა ვარიანტში შეუძლია ნებისმიერი შეკრება, რომელიც დამთავრდება გზის გადაკეთვით, აქციოს სამართალდარღვევად. ანჯიმი გამოხვალ აქციიდან 7 უფორმო ტიპი მოვა, მუჯლუგუნებს გირტყამენ და ჩაკტენენ მანქანაში და კი ხვდები რომ ალბათ პოლიცია ამარა. მე რა ისე რასაუბრებს ლაპარაკობ კანონის უზენაესობა აღარ არსებობს. ტიპები გამოვლენ და იტყვიან რომ არა კაცო, ეგ ანჯერ ერთი მოხდა, მაგრამ არ მომხდარა, ან ვიდეოს რო შეხედა, ვიტყვი რომ არა უშავს. ანუ ეგ დავიკიდეთ რომ უფორმო ტიპები, ვიღაცა შავებში ჩაცმულები ადამიანს მანქანაში არ უნდა ტენიდნენ. ვაფშე კიდია. დავიკიდეთ ის რომ ჟურნალისტთან ადამიანს თავზე ფეხებით არ უნდა დგებოდნენ და მე დაუსჯელები არ უნდა რჩებოდნენ. ან ყოფილ პრეზიდენტ 72 წლის ქალს თუ რამდენი წლის არის არ ვიცი, კვერცხებს არ უნდა ესვნენ აეროპორტში, სადაც მე არავინ არ იტყვის რომ ისე კამერები არ იყო იქ აეროპორტში რამე არ არის კამერები ხო, მაგრამ კიდია პირიქით წინასწარ იყო გამოცხადებული რომ ესე მოხდებოდა, ასე რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია აღარ არის. всё, მორჩა, ანუ არ არის. გამოცხადებული კვერცხების ქრონიკა იყო კი ბატონო. ასე რომ ანუ ხო ვილაპარაკოთ რომ აი იცი რა კანონის მიხედვით როცა იყო კანონის უზენაესობა ეს არასწორი იქნებოდა და ძალიან მაზალუ არის ეს რომ დაიწყეს შინ მიტანა. და რაღაც საგანგებო შემთხვევასავით რა 5 პოლიციელი რომ მიდის და დიდი ამბით აცნობენ და პირობებს იმას მის უფლებებს და გადაცემა რო ხდება და აი რა საჭიროა ეს 4-5 ადამიანი. მაგას ვფიქრობ, დარჩენ 4 რასაკეთებს. ერთი რომ აი ხო და ეს გამახსენდა ეს ჯარში და ახლა ჯარი არის ეგეთი ამბავი რა, ეს საბჭოთა ჯარი განსაკუთრებით რომ რაც უფრო დიდხანს ან გძინავს ან რაღაც მოწყვეტილი ხარ რეალობას, მით უფრო სწრაფად გადის დრო და იყო ეგეთი სამუშაოები, სადაც 2 ადამიანი საკმარისია, მაგრამ 10 ეტენება და ჟარგონზე რო ვთქვათ, საჩქაობს რა, რომ აი მაგალითად არის გადასატანი შპალი, აი განძელი, ხო, მძიმი არის, მაგრამ 4 კაცი ეყოფა, ხო, 2 თავში, 2 ბოლოში, მაგრამ გამოყოფილი არის 10 კაცი და სიტყვაზე 4-ს მიაქვს და 6 მიყვება ესე ხელი უდევს. ადრე კარიკატურებსაც რო ხატავდნენ ხოლმე ლენინი იმაზე შაბათობაზე მუშებს მიაქვს და ლენინი ჩამოკიდებულია ამ ორს. აი ესე მიდიან ტიპები და ეს ერთი კითხულობს და ერთი იღებს, მეორე რაღაცა და სამი კაცი რომ რაღაცის სიტუაციას ქმნიან, ვითარებას ქმნიან, რომ რაღაც შარში მოყევი რა, ეს დაგადგნენ თავზე, თან უყურე, შენი ვინაობა იციან, შენი მისამართი იციან, ბევრი არიან რაღაცა და გაწუხებენ იქ ოჯახის წევრები, ეს ოჯახის წევრა, აი რა იქნება არღირს და ახლა ნახე უკვე იციან სადაც ვარ. მოკლედ ამას აკეთებენ. ისინი არის საჩოკები არიან და თან რაღაც გაფორმებული ყავთ ახლა ეს მიტინგის დარბების დროს და ვიღაცის გასალახად ეს ბევრი ადამიანი ჭირდება, მაგრამ ქვითრის მისატანად არ ჭირდება, მაგრამ ვითომ მარტო დასაქმებული ხარ ასე ფუნქცია მოუძებნეს ალბათ. რაში მე ვხედავ მზე არის თუ რომელი ნოდარ დუმბაძის ეკრანიზაცია თუ ციკშიც არის ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ იყო თუ რა სახში რო გააცილებ ავადყოფი რომ იყავ სკოლის მოკლედ ეგ მერეც იყო ხოლმე ეგეც ხო სულ იყო ეს ვიღაცა რომ წაისიმულიანტები დაიტყოდა რომ მასალებელო მუცელი მткиვა და მარტო ხო არ გაუშვებენ და გავყვები მეც გავყვები და მიყავთ ერთი ტიპი ხო ეგეთი ამბავი არის და ხო კი ხვდებით ახლა ძალიან ტურიზმებს ლაპარაკობთ ახლა ის იცი აი კიდევ ერთხელ გაშიშვლდნენ და აი რეალური სახე დაგვანახეს დავინახეთ დიდი ხნის მაგრამ ხო მან საკითხე რომ შენ რა შვები მერე და ნუ ჩვენ რა შვებით რა ვარ ჟურნალისტები ვართ მეორე ჟურნალისტებსაც აჯარიმე ახლა დილას რომ ისა მოვდიოდი ხო ის თუ წუხანდელი ამბავია ვასტიმ გალობლიშვილიც წერდა რომ მომივიდაო ეს ის ხო და
ჩვენებსაც მიუვიდათ. მე როგორც მე გავარკვიე ვიკითხე აქ ჩვენებთანაც ხო რო ჩააყენებ საქმის კურსში რო ჟურნალისტი ხარ ხო ხო მაგრამ როგორი რაღაცა არის იცი გასაგებია რომ ამას იყენებენ არა კეთილს ინდიციერად და რის გამოც იყენებენ ამ ჯარიმებს გასაგებია მაგრამ უყურე თვითონ მოქალაქეებმაც რო იცოდნენ დაუშვათ 1 საათის გადაკეტილია გზა აი 1 საათის გადაკეტილია და ვიღაც პოლიციელმა პატრულის ოფიცერმა ან იმან ეკიპაჟმა ჩათვალა რომ გადაკეტვის პროცესი იყო უკანონო არ იყო საკმარისი რაოდენობა მაგრამ ეს გადაკეტვა გრძელდება ხო გასულია 1 საათი 2 საათი ვიღაც პოლიციელს ვამჩნევ და ვერაფერი მე მოვდივარ სამსახურიდან და ავინახე ჩემი ჭკუის ხალხი ჩემი ემოციების ჩემი იდეების და შევუერთდი ხო კამერა იღებს დაწყდნენ საღამოს ეს ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლები გაადიდეს ეს ისა დამინახეს უკვე სამართალდამრღვევი ხდები იმიტომ რომ გზა გადაიკეტა ასე ვთქვათ კანონის დარღვევით და თავისუფლად შეუძლიათ მეც ანუ კეთილსინდისიერი მოქალაქე ყველანაირი გაგებით მათივე გაგებითაც ანუ მე არ ჩამიკეტავს გზა უკვე ჩაკეტილ გზასთან მივედი დამაჯარიმონ ესეც არასწორია მე ვფიქრობ ხო შეგონია არასწორი. You think so? ანუ რა? ხო, ესეც არასწორია. იმიტომ რომ იქ თუ ეს უყურე თუ დროში განგრძობითი ის არის დარღვევა, ხო? იქ უნდა იყვნენ მაინც პოლიციელები, რომლებიც ახალ მოსულ მოქალაქეს, მაგრამ ეს უკვე იმათი საქმეა და საქმე ემატებათ, აფრთხილებდნენ რომ თქვენ ახლა კანონს, არ შეიძლება ესე. ხო. ანუ ის არის. მეორე ცუდი რაც არის, მაგის ნორმალიზება მოხდა. ანუ თქვათ ადრე, არ ვიცი ადრე, როდის არის შარშან არის 10 წლის წინ არის თუ 15 წლის წინ არის, მე მგონია რომ შარშანაც იქნებოდა 10 წლის წინაც და 15 წლის წინაც. როდესაც 5 უფორმო ტიპი მუჟულგუნების ყრით თავში ჩარტყმით და რაღაც მანქანაში ჩაკეტა ჩატენის ვიღაცას, ეს გამოიწვევს ხოლმე აღშფოთებას, რომ ეს არ შეიძლებოდა, ანუ რაღაც რეაქცია უნდა იყოს. არა, ანუ საერთოდ არანაირი. პირიქით ისინი ამბობენ რომ ესეც ანუ რა მართლა გამტაცებლები თუ იყვნენ მე 112-ში დაერეკავ თუ რაღაც აბსურდს აი ის ხო ძალიან რაღაცას ხო იმა დეპუტატ ბოჟაძის განმარტება და აქეთაც ანუ მეორე მხარეს ვისგას მიჩაულია რომ ეგრე ჯერ დაელოდე იქნებ პოლიციაში მიყავთ და თუ გატაცებული ხარ მე დარეკე 112-ში ასე რომ ჩელემისკზე რომ ამბობდნენ ჩელემისკი არ არის გომელია სადაც სხვა ბელორუსის ბევრი ქალაქი არ ვიცი ბოდიში გომელი ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მოკლედ ვიცი რა. სადაც არის ჩვეულებრივი ამბავია, რომ პოლიცია ქუჩაში არ თვალში არ მოუხვალ და ჩაგარტყამს და ჩაქსვამენ სადღაცა, კაი პოლიცია არ გდდ, რა მნიშვნელობა აქვს. ვიღაც ტიპი, რომელიც არც იცი ვინ არის, შავი აცვია და გაგინებს შენ და ჩაქსვამს და წაგიყვანს. ჩვეულებრივი ამბავია. ათობით ესეთი შემთხვევა იყო და არც არანაირი არაფერი. კრიმინალური პოლიცია, როდესაც სპეცოპერაციას ატარებს, ანუ როდესაც არიან ჩვეულებრივი სამოქალაქო ფორმები და თავს ესხმიან ვიღაც ტიპს და მანქანაში ტენიან და მიყავთ და რაღაცა. ესა განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც რაღაც სპეცოპერაციას ატარებენ. ტიპი, რომელიც უნდა მიიყვანო და მე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმო რამოდენიმე ასეული თუ 1000 ლარით, ხო? არ იმსახურებს ეგეთ არც მოპყრობას და არც არანაირი საჭიროება არ არის მაგისი. რა საჭიროა ესეთი ბრუტალური დაკავება? ტიპი თან შეშინებულია, თავს იცავს, არ იცის რა ხდება, პოლიცია ხარ, გამტაცებელი ხარ. რატო რის გამო გააცანი უფლებები მივიდეს ოფიცერ? სადმე გითხრარის გამო? მოდი ისავალ. ხო, გასაგებია რის გამო? რის გამო? შეეშინდეს სხვა რონა ყავს იბანაც. ეხა იმათი გამправ ირაკლი რუხაძე ხარ და რატო არის ეგ სწორი ქვეყნისთვის? ქვეყნისთვის რატო ეგ სწორი? იცი რა არის ახლა ირაკლი რუხაძე ხარ პროპაგანდისტი. ირაკლი რუხაძე. რა სიტყვა და ეს? ირაკლი რუხაძე. მინდა შემოვიდეს და ყველაფერი. ინვესტორია ხარ მირევ ამ ქვეყანას რა რაღაც გახარ ქუჩაში და ცოტა მოხდება. ირაკლი რუხაძეს ესეთი შეიძლება არა მრავალფეროვანი, მაგრამ ნუ რამოდენიმე ილეთი მოიპოვება მის არსენალში. ერთ-ერთი არის, არ ვიცი, ნახავ აბა, არ ვიცი, ნახავ, დამინტერესდები. მართლა ეგრეა? გასლაპარაკო. მაგრამ ეხა პოლიტიკოსი არა ვარ და მაგას ვერ იმედის ეთერში განსხვავებული აზრის პოლიტიკოსებს და საზოგადოების წარმომადგენლებს არ იწვევენ? გასლაპარაკო. თან მე არც ვიცი, არც მინახავს. დამინტერესდები. ხო. მეორე კიდე ზოგადი ის არის ტენდენცია, რომ აი სხვა კანონის უზენაესობა აღარ არის მოცემულობა default პაუმალჩანიო ქართულად არა გვაქვს შესაბამისი სიტყვა სამწუხაროდ ავტომატურად უნდა ვიმუშაოთ ნიკო იქნებ გვაქვს კიდევ მეორე რაც აღარ არის და რაც აღარ არის მთელ სოფლიოში არის რასაც ამერიკელები ეძახოდნენ checks and balances ანუ ბალანსისა და გადამოწმების
სისტემა. როდესაც თვითონ ამერიკა არის აწყობილი იმაზე, ამერიკული დემოკრატია დგას იმაზე, რომ ძალაუფლება ქმნის ადამიანს და ნებისმიერი ძალაუფლების შტო უნდა იყოს დაბალანსებული სხვა შტოს მეშვეობით. აღმასრულებელ ხელისუფლებას აბალანსებს საკანონმდებლო ხელისუფლება, არის სასამართლო ხელისუფლება, არის მედია და ეს ყველაფერი ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დემოკრატია სხვანაირად არ არის. ეს მიდგომა აღარც ამერიკაში აღარ არის აუმალჩანი default, იმიტომ რომ თქვა ილონ მასკი გამოდის და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებას რაღაცები უნდა შევზღუდოთ, არის სასამართლო ხელისუფლება მარტო ამერიკაში არა, სხვაგანაც ხდება იგივე ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ უფრო ეფექტიანი იქნება, უკეთესი იქნება, თუ ერთი შტო იქნება. და ეს ერთი შტო მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ერთი პარტია იქნება, საქართველოს შემთხვევაში ქართული ოცნება და ის ფლობელი შენ იქნები. და ის ფლობელი შენ იქნები. და სხვები არიან ზედმეტები. რა იქნება პრობლემა, როდესაც გაქვს, აი თქვათ, საქართველოს შემთხვევაში არ ვიცი მაგას რა ქვია, ოლიგარქიული მმართველობა, კვაზი მონარქია, ჩემი რომის იმპერიას თუ დაუბრუნდებით პრინციპატი თუ ასე შემდეგ, პრობლემები იქნება ისეთი, როგორც იქნება რუსეთში. და რომელიც იქნება საქართველოში. როდესაც თქვათ რუსეთის შემთხვევაში ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, სადაც დაიღუპა უამრავი ადამიანი და ცეცხლი გაჩნდა იმიტომ და ცეცხლი ყველგან ჩდება ხოლმე, მაგრამ იქ არ არსებობს ნებისმიერი შემოწმებელი მექანიზმები, კორუფცია არის, ამიტომ ცეცხლის გასასვლელი სადაც არის იყო ჩარაზული, ასე შემდეგ. ახლა შეიძლება ვიღაცა მიყურებს და თქვა რომ საქართველოში მსგავსი არ მომხდარა, შეჩემა? ხო, ეგ არის. როდესაც ბავშვი ჩავარდება თხრილში, ეს ჩვენი ბრალი არ არის, იქაც არ მინდა მეორე ბავშვი ჩავარდება სხვაგან თხრილში, ეს რატო სპეკულირებთ ამით? ეს პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა არის. იმიტომ რომ როცა ფული გაქვს იმისთვის, რომ დედა აფეთქებული ის იყიდო, წყლის სასმელი მანქანა და მთელი რუსთაველი გადაპენტილი იყოს, რაც AI იმეებით იქნება შემოღობო სადღაცა და ვიღაცა ყავდეს, რომ ბავშვი იქ არ ჩავარდეს ერთი და მეორე, როცა ყავს იგივე, საიდან უნდა იცოდე, ყველგან ხო არ არის ხელისუფლება, მაგისთვის არსებობს მედია. და იქ ბათუმელები იყო თუ სხვა ის იყო, დადიოდნენ და ოცნების ქალაქში ასობით რაღაცა აქვს დაწერილი, სადაც პრობლემა ხდებოდა და მე როცა რაღაცა ხდება, პირველ რიგში ბათუმელები არიან ჩათლახები. ჩემი სიტყვა არ არის იმას ბჭყალებში არის აბსოლუტურად ჩასმული. როცა პრობლემა ხდება, ნეტგაზეთი არის პრობლემა. როცა პრობლემა ხდება, ის არის პრობლემა, რომ პუბლიკა არის, რომელზეც დღე-დაღამის სალაპარაკოს ცალიათ მაგაზე, იმიტომ რომ მე ახალ კანონს მიიღებენ და ვიღაცას პუბლიკიდან სამშობლოს ღალატისთვის ჩასვამენ სულ ტყუილა. რომელიც აი ესე ამაგას ამზადებენ ორი კვირაა და ჩვენ ესე ვარ whatever, ანუ ჩვენ ეს რადიო თავისუფლებას ჯერ არ ეხება, ნუ შეგეხება ერთ კვირაში, რა პუბლიკა იმსახურებს იმ ლანძღვის და იმის მიაღვარს, რაც მაგათკენ მოდის, ან ზია იმსახურებს, ან ბათუმელები, რა ვიცი, ვინც გინდა. უცებ გამოვლენ ესე და მხარდამჭერები მაგას ყავთ ბევრი. არა უმეტესობა, მაგრამ თქვათ თუ დაუჯერებთ იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევას, რომელსაც რავი რატო არ უნდა დავუჯერებ, მე უჯერებ. უჯერებთ? კაი 30%, 20-30%, რომელიც ნიშნავს, რომ ყოველი მესამე აქტიურად მიიჩნევს, რომ ამას არ აუშავს. და როგორც წესი, ეს არის ხოლმე გადანაწილებული, რომ არიან აქტიური მოწინააღმდეგეები, აქტიური მომხრეები და შუაში ან თქვა დანარჩენი 70% ყველა აქტივისტი ოპოზიციონერი არ არის. უმეტესობა არ არის. უმეტესობა რომ არ მომწონს ეს რაც არის, მაგრამ რა გავაკეთოთ. და ვართ ესე, ანუ ეს არის ნელ-ნელა მზარდი მძღნერი, რომელშიც ქვეყანა იძირება, როგორც რუსეთში არის, როცა სულ ხდება ესეთი პატარა რაღაცეები, რომელსაც სანამ შენ არ დაგემართება პირადად, შენი შული თუ არ ჩავარდა თხრილში და არ მოკვდა, არა უშავს და უმეტესობის არ ჩავარდება. ანუ მე იმისით ამჯერა, რომ აუცილებლად შენ კართან მოვა და აკაკუნებენ რაღაცა, არა, ანუ უბედური შემთხვევები ყველგან ხდება. და ეგ მართლა უბედური შემთხვევა არავის არ უნდოდა რო ვაკის პარკში მარიტა დაღუპულიყო. არავის არ უნდა და არავის არ უცდია ეგ. მაგრამ კორუფცია შვება მაგას. იმას რომ checks and balances არ აქვს. ისე რომ ყველა შტო მთლიანად შენია და არავინ არ გამოწმებს. ის რომ კალაძემ თუ რაღაცა ტენდერი გააფორმა არასწორად, მარტო იმ შემთხვევაში მოხდება კალაძეს თუ ბიძინავიანიშვილმა პირადად თქვა რომ აი ხა კალაძემ რაღაცაზე ნერვები მომიშალა და მიდი დავაი შეესიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი მაგას არ მოუვა. და უმეტესად არც შეეხება არავის. ანუ რატო არ კორუფციის ინდექსი კორუფციის აღქმის ინდექსი ჯერ კიდევ საკმაოდ ისეთი საკაიფოა ქვეყანაში. იმიტომ რომ ანუ ვიცი რა რომ ანუ ვინმე არის მაყურებლებს შორის გინდა ოცნების მხარდამჭერი იყო, გინდა მემარცხენე, გინდა მემარჯვენე, არა აქვს მნიშვნელობა, ვისაც ეჭვი არ ეპარება, ანუ არა აქვს მნიშვნელობა აღქმაზე მაგ ლაპარაკი რომ გზების ტენდერები რო არის და მოწყობის ტენდერები რო არის და რაც არის იქ ფულით ხდება. ვინმე არის ეგეთი გულუფრყვილო, ვინც იფიქრებს რომ არ ყველაფერი ზუსტად წესის დაცვებით, ვინ ამოწმებს მაგას. როგორც წესი თვითონ ანუ არ გაწყობს რა რომ სახელმწიფო რო ხარ, რომ ვიღაცა ერთმა ისაქნას, მაგრამ ამ შემთხვევაში ხმის ამომღები კაცშვილი არ არის, არც სასამართლო არ არის, არც
სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი. რომელიც დროა თუ გამოდის ხოლმე და ლუღლუღებს რაღაცებს, რანაირად, რატო გაყო თავი მან და ადამიანმა, რომელსაც მანამდე განსაკუთრებით ცუდად არავინ არ იცნობდა. არ გამიგია არასდროს, ვიდრე სახალხო დამცველი გახდებოდა, რომ ლევან იოსელიანი განსაკუთრებით ცუდი კაცია და ვინმე ელანძღვის მაგას. ალეკოს გაცილებით უფრო მეტი ხდებოდა ხოლმე, ვიდრე რა მიიღო აქედან, რომ არის ყველაზე ცუდი სახალხო დამცველი საქართველოს ისტორიაში და მათ შორის სახელმწიფო სახალხო დამცველები ყოლია. ხო თვითონ ესე წარმოაჩენს თავს რომ არის ესეთი ტექნოკრატი, ანუ მუშაობს დოკუმენტებზე, ანგარიშებზე და ესე, მაგრამ რა ვიცი, აი ახლა არანაირი ის არ მაქვს ჩასაფრების მომენტი და არანაირი ინტერესი პირადი და რაღაცა, მაგრამ აი ძალიან გავს რაღაც გულგრილ ადამიანს, რომელიც მოხვედრილი არის რაღაც გაუგებრობაში, ხო? იმიტომ რომ, არ ვიცი, ახლა აი ჩვენი ტიპის საზოგადოებაში, სადაც აი ესეთი პროცესები მიმდინარეობს ახლა და დღის განმავლობაში, თვეების, წლების განმავლობაში, აი უამრავი კანონდარღვევა ხდება, აი უამრავი სამუშაო არის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ხო? აი ესეთი დუნე ინერტული არ უნდა იყოს ინსტიტუცია, ხო? აი რანაირად წარმოუდგენელი. მაგას ჯობია თეა წოლოკიანი იყოს, ან ვიღაცა მაგათიანი და თქვა რომ აი ქალბატონი თეა ძალიან კარგად იცნობს იუსტიციის სისტემას, უბრძოლე ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც გაუკეთებია მართლაც და ქალბატონ თეას და ის იყო სახალხო დამცველი და გამოვიდეს და თქვას რომ აი რას გამოდიოდა ქუჩაში მელოდი კაცი, ღირსი იყო, თავში მუშტი რომ მოხდა მელოდზე ისა მოხს. ხსნილი ერთია და მეორე შეგიძლია იხო. ხო, იმის სოლიდარობის განცდა უფრო. აჰა. ანუ თმიანს რო ხდება ნაკლებად თქვა ვიდრე მელოდს. ხუმრობ, ანუ ესაგები. ხო, და ის რომ აი ეს უყურე სუდი რა არის, ხო? აი ეს შენ ამბობდი რომ აი ეს ერთი შტო, ხო? როდესაც ყველა შტო გასხეპილი არის, ხო? და მედია. ახლა ძალიან იოლი არის მედიის სამიზნეში ამოღება და მედიაზე თავდასხმა, ხო? აი უყურე თან როგორ ხდება პროპაგანდა, როგორ წარმოაჩენს. მოხდა ძალიან ცუდი ამბავი და მედია სვავს, თავისუფალი მედია, კრიტიკული მედია სვავს ლოგიკურ კითხვებს, ხო? რატომ მოხდა, ვინ არის დამნაშავე, ხო? და პროპაგანდა ამას წარმოაჩენს, რომ შენ ხარ მხარე პოლიტიკურად დაინტერესებული და შენ ცდილობ ამ ადამიანურ უბედურებაზე ხელი მოითბო და გაჩვენებს ამით. ახლა უყურე, ყველაზე იოლი არის აი სადღაც სხვა ქალაქში მოხდა შორს ახარ იქ რეალურად ვერ იმყოფები და ვერ ხედავ რა პროცესები მიმდინარეობს. მაგრამ აი და შენ ფიქრობ რომ აი ახლა ეს ამას გეუბნება, ეს მედია ამას გეუბნება, ის მედია იმას გეუბნება და სიმართლე სად არის. ყველაზე კარგად აი ამ ტრაგედიაში ჩართულ ადამიანებს ესმით. ვინც ცდილობს თავისი ამბავი, თავის უბედურება საჯარო გახადოს, სიმართლე იპოვოს, ხო? აი იმას ჭირდება მედია. შენ ფიქრობ რომ აი ახლა ერთი პოზიცია, მეორე პოზიცია, ხო? აი რა ვიცი, აბა რომელია მართალი. იქნებ ეს იმდენად უსინდისოა, რომ მართლა აი ამ ადამიანურ უბედურებაზე ხელებს ითმობს, მაგრამ იქ კონკრეტულ ადამიანებს აქვთ საშინელი უსამართლობის განცდა და ხმას ვერ იღებს, თუ არ არის მედია. ვის ეტყვის, რამდენ ადამიანს მიაწვდეს ხმას, ხო? თუ ის ინსტიტუცია ყრუ არის, გამგეობა, ვინც უნდა მოვიდეს და რაღაცა გააკეთოს. წლების განმავლობაში იყო იმ ოცნების ქალაქში პრობლემა. უცბად აი რომ ურემი რო გადაბრუნდება და გზა გამოჩნდება, როგორც კი დაგუგლა, უამრავ სტატიას იპოვე, სადაც ადამიანისთვის იქ არის სახიფათო გარემო. აი ჩვენ მზიას საგანელიძეს გადასარევ ფოტოგრაფს, ხო, არტო კორიკი არ აქვს ჩვენ, ხო? თელი ის აქვს, გალერეა აქვს მაგ ქალაქიდან რეპორტაჟი. 10 წელი გავიდა, აი 10 წლის წინ გადაღებული არის. შემაძრწუნებელი ფოტოებია და ახლაც ხო უყურებდით, არა კამერები მუშაობდა იქ, ხო? შემაძრწუნებელი ვითარება ახლაც. ანუ ესე იგი ბავშვებს უწევდათ ისეთ გარემოში თამაში და ცხოვრება, სადაც შეიძლება კანალიზაციის ორმოში, ღია ორმოში დაიხრჩოს ადამიანი. იქ მე მორიგე ვიყავი ისა კვირას და ბათუმიდან რეპორტაჟი გამოგიგზავნა ჩვენმა კორესპონდენტმა აი მაგიმიდან ოცნების ქალაქიდან. ეს ჭა სადაც ხო მან ხო სამხედრო ის იყო ნაწილი სამხედრო რუსები გარადოკივი თუ პოლიგონივით რაღაც და მოკლედ
უამრავი შახტა, რაღაც ორმოა დარჩენილი ბეტონის, რომელიც მე გადახურეს კუსტარულად, სახლები დააშენეს და ამ ორმოებს ზოგი მაცხოვრებელი იყენებდა კანალიზაციად, აი ეს ჩეჩმებს რასაც უძახიან. ხო, მაგრამ როდესაც დაანგრიეს ეს გაასუფთავეს ის ადგილი, ხო, რაღაც ისინი გაიხსნა, ღია დარჩა. წარმოუდგენელია ეს ადგილი რო ყოფილიყო, აი ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ყოფილიყო შემოღობილი, არ ყოფილიყო გაფრთხილება. ესე იოლი ყოფილიყო იქ ბავშვების შესვლა, ხო? ახლა როგორი რაღაც არის, სრულწლოვან მოქალაქეს თავის თავზე შეუძლია სრულად აიღოს პასუხისმგებლობა და სადაც უნდა წავიდეს და რაც უნდა ის გააკეთოს. ბოლომდე მაინც არის იქ რაღაც იმის ორგანოების პასუხისმგებლობა, ხო, გააფრთხილოს ყველამ ხო არის, მაგრამ ბავშვებს რა უნდოდა? როგორ შეიძლება ამაზე ვინმე თქვას, რომ აი უბრალოდ უბედური შემთხვევა არის. უბედური შემთხვევა არ არის ეს. უბედური შემთხვევა, აი როგორ არის? უბედური შემთხვევა შეიძლება თქვა ისეთ რაღაცაზე, ხო, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი არის. აი ფორს მაჟორი, რა ვიცი, აი რაღაც მეხი გავარდა და დაეცა, ხო? ან რაღაც მეწყერი ჩამოწვა და იქ მეწყერიც რო ჩამოწვება, იქაც არის რაღაც სამსახურები რო წინას. ხო, ძალიან ძნელია რომ უბრალოდ ესეთი უბედურ შემთხვევას დააბრალო და ხელები სხვა სახელმწიფო რისთვის გაქვს, ხო, რომ რაღაცები თავიდან აირიდო. ადამიანები ცალ-ცალკე თუ ცხოვრობთ, შეიძლება გლები მოვიდნენ, შემჭამონ და ვიტყვი რომ გლები მოვიდნენ და რაღაცა, მაგრამ სახელმწიფო რო გვაქვს, ერთად ვფიქრობთ, რომ გლები რატო იყვნენ იქ ან რა სამსახური არის, ხო? დოქებში რო ვიჭი დაიხო, ხო? როგორ შეიძლება აი თბილისის გულის გულში იყოს ადგილი, სადაც შეიძლება ეს ადამიანი ესე უცბად დაიღუპოს, ხო? არავინ არ იყოს. არავის არ კონდეს ეს ნანახი. ანუ რუსი ტურისტი გო. მაგას ვამბობდი ახლა მე, რომელიც თბილისის რესპუბლიკის მოედანზე. ახლა ხო მეორე დღეს სამარცხვინოთ ბუჩქები ჩარგეს და. იცი რა, სამარცხვინო, ჩემი აზრით, ეგ კაკრას ის იყო, რომ თავიდან ჯობია, რომ ვისაც არ ახსოვს, იყო რესპუბლიკის მოედანზე არის მიწქვეშა გადასასვლელი, სადაც აი ამ სიმაღლეს ვერც ხედავთ, ანუ ამ სიმაღლე ის იყო. კი, ხო, და შორიდან არ ჩანს, რომ მიწქვეშა გადასასვლელი. ანუ ტურისტისთვის, რომელიც თან ვიდეოს იღებს, შეიძლება ფეხი წამოკრას და ჩავარდეს, რომელიც რამდენჯერმე მომხდარა თურმე და ბოლოს დასრულდა ფატალური შედეგით. რომელიც 2 დღის მერე, ანუ იქ სულ დავდივარ ხოლმე, გააკეთეს რაღაცა, რომ აღარ ჩავარდება ადამიანი, ანუ მან თუ ვიღაცა ჩავარდა, ცოტა თავისი ბრალია. მანამდე არ იყო ეგრე, ანუ კი წინ გაიხედა შეიძლება იფიქრობა, რომ დადიხარ ქუჩაში ყოველთვის წინ იყურები, ანუ რა ვიცი მე. შეიძლება გუბეში ჩავდგა ფეხი და დენმა დამარტყას, იმიტომ რომ ხდება ხოლმე მსგავსი ისინი. ეს არავის ბრალია, ანუ არა ვიღაცის ბრალი არის, იმიტომ რომ ერთად რო ცხოვრობ და რაცა სისტემა რო გვაქვს და ქალაქი რო გვაქვს, იმისთვის არის, რომ ვიღაცებს ვირჩევთ, რომ მაგაზე იფიქრონ. მაგაზე არავინ აღარ ფიქრობს. მარტო ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ჩვენი ბრალი არ იყო, ეს სხვაგან მოხდა, ეს მე რა შუაში ვარ, ეს ისთვის გავაკეთე. ხო, და ეს ლაპარაკი მოიტანა იმან, აი ეს გარემო, ხო, ესეთი, გინდაც პოლიტიკური, გინდაც სამართლებრივი, რომ უნდა იყოს გამართული, რომ უნდა ყავდეს საზოგადოებას არაერთი ხელისუფლება და ერთ ხელისუფლების ერთი შტო, არამედ რამოდენიმე და ერთმანეთის მაკონტროლებელი და დანაწილებული. რომელიც კიდე ის არის და ყოველთვის იქნება ის, ვინც ერთხელ ჩაიგდებს იქ ზემოთ რაღაცა, ყოველთვის იქნება მართალი და ყველა შემთხვევა იქნება უბედური შემთხვევა და არავინ არ იქნება დამნაშავე თუ მას არ ეხება. აი ესე იქნება. ყველაზე უფრო გაუგებარი და ცუდი რა არის, თქვა გაუგებარი, რომ რატო ხდება ესე, ანუ რა კატაკლიზმა გამოიწვია, რა მოხდა მანამდე ისეთი, რაშიც ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და ამიტომ ესე ჯობია. სიტყვაზე 4 წლის წინ რა ხდებოდა ისეთი საშინელება, რომ აი აუცილებლად ესე უნდა შემოუტრიალდეთ, იმიტომ რომ 4 წლის ქართული ოცნება იყო, ხო? რაღაცა 5 წლის წინ. ეხანდელი გადმოსახედიდან ეგეთი აუტანელი ცხოვრება იყო, ანუ რაღაცა ის იყო, რომ მოდიფიკაცია მაგისი არ შეიძლებოდა, რომ კიდევ უკეთესად ყოფილიყო ყველა. იგივე სხვა ქვეყნებში ახლა აღარ დავასახელებ, რომელში რა ესეთი, ანუ მანამდე ლაპარაკობდით, რომ რა ესეთი შემოსევა ქონდათ მიგრანტების და ქუიარების ერთად რომ გაუძლებელი იყო ცხოვრება და საჭირო იყო რომ ყველაფერი დაანგრიო და თავიდან გააკეთო და რაღაცა ვოუქებმა რა ისქნეს რა ეს ჰოლივუდმა რა გვიქნა რომ ისინი ჩავშალოთ ყველაფერი და დედაც ვატირენ სულ თავიდან ისა ქონათ რა რომელი მსოფლიო ომი იყო აქამდე რა აუცილებლობა იყო რამდენს ხარჯავს ამერიკა უკრაინის ომში რომ ეს აუცილებლად უნდა კონდეს რამდენს და ისა თავდაცვის ბიუჯეტის 4%-ს მაგრამ მაგაზე აღარ არის, ანუ კიდევ ერთხელ რაც გინახავს, ვეღარ ნახავს. ძველი მსოფლიო წესრიგი, რომელშიც იყო რომ ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი, თურმე აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიღაც მიგრანტებმა თავზე გადაიჭრას. ბოდიში, მეორეჯერ ვამბობინოს, მაგრამ უკვე მიეჩვია საზოგადოება. ჯერ ერთი ამერიკული მეებსაც უყურებ ხოლმე გადაცემებს NBC-ზე და იმაზე Fox-ზე როგორ გადიან და იმას არ ვწდები მე.
ასე რომ ამერიკული სტანდარტებით მუშაობ. მადლობა. მაგრამ ხო რომ ეს რაც ხდება საშუალო ადამიანს, საშუალო სტატისტიკურ ადამიანს არც ერთ ცენტს ან თეთრს ან კაპიკს არ მოუმატებს. ეს რაც ხდება აქ მაღაროელს, მეშახტეს, კურიერს არც ერთი ლარით არ გაუზრდის შემოსავალს. უკეთესი არ იქნება. ეს რაც ხდება არის დიდწილად გამოწვეული ანუ ზოგადი დამოკიდებულების სulit თელ სოფლიოში მოტრიალებით, რომელიც არც მარჯვენაა და არც მარცხენაა, არის უფრო რა ვთქვათ, ბულინგის, ბოროტების, ოღონდ აი რაღაცა რომ სხვა ყველაფერს ემკიდია მე ვიყო კარგად. რომ აი თუ სხვა ცუდად იქნება და მე უკეთესად ვიქნები, ეს არის სწორი და ოღონდ შენ უკეთესად არ იქნები. უკეთესად იქნება ტიპი, ვისაც უკვე ფული აქვს. რომელიც არ ზის და ამ რაღაცებს, იმიტომ კი არ აკეთებს, რომ როგორმე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ექიმს მეტი ხელფასი კონდეს. აი პოლიკლინიკაში რო ექიმები არიან, მეტი ხელფასი აქვს, რომ რაღაცნაირად ჯანდაცვის სისტემა მოწესრიგდეს, რომელიც შენ არ გიყვარს ექიმებს, რომ იმაშვები ხოლმე, იმიტომ რომ მეგობრები ყავს ექიმები, მაგრამ მაგის მიუხედავად ქართველი არ არსებობს. არც ერთი ვინც გვიყურებს, არ არსებობს ადამიანი, ვისაც პირადად არ შეხებია ის, რომ ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არის კატასტროფული, რომელიც კლავს ადამიანებს, ალბათ 10,000-ობით ადამიანს, რომ ჩვენგან არ ვიცი რამდენი მილიონი შეძდის თურქეთს, სამედიცინო ტურიზმი თუ რა ვიცი რაც ქვია, შეიძლება მილიარდი, უთავალავი ფული თურქეთთან, რომელიც არ არის სუპერ მსოფლიო წამყვანი ქვეყანა, მაგრამ აქ რომ მოკვდებოდი, იქ არ მოკვდები. არ არსებობს ადამიანი, ვისაც პირადად ეგ არ შეხებია. ეგ მაგას არაფერს არ უშვებით, ანუ ოღონდ ის კონდეს კამერა, რომ ვიღაცამ ბალაკლავა არ აიფაროს სახეზე და ყველა დანარჩენი კმაყოფილია მაგითი, რომ ეგრე იქნება და ის ხალხი, ვინც არიან აი ულტრა მემარცხენეები და ულტრა მემარჯვენეები, რომლებიც ხარობენ ბჭყალებში ლიბერალური დემოკრატიის ჩამოშლით. თუმცა რომ აი ხო დაენძრა ამერიკას. მეგობარი მყავს, რომელიც საერთოდ რომ აი იახაც აი ღაზის გამოხოდა, ღაზაში ცხოვრობს უკეთესად არის. ეშველათ ეხლა იქა. ეხლა უკეთესად, ანუ რაც ეგ ხდება, ერთი იმის უკეთესად იქნება, ბავშვი უკეთესად. ხო და ნაწილი ხარობს, ხო დაენძრა, ნაწილი ხარობს, ხო ეშველა. და იცი რა უცნაურია. ვის ეშველა იქა? ნუ ახლა ანუ ვინც იქ ხა იქ ყოფი ადამიანების უბედურებას და ტრაგედიას და იმას გული შესტკიოდა, ხა არიან რომ ოკეი, სამაგიეროდ არ მესმის მეგა. და თან როგორც წესი, ვინც იქ უფრო პროისრაელის პოზიცია უჭირავს, ხოლმე ხა ძალიან ის არის შეფარდებითია. სავარაუდოდ უფრო პროუკრაინული პოზიცია უჭირავს და ყველა ვარიანტში ვიღაცას რაღაცა გაუთხდება იქა. და ვისაც უკრაინა ცოტა უფრო კიდია იქა და საბოლოო ჯამში ის ამაკ ჯიმი რო ის ტრისტან დაკუნიას გარდა უყურებ ის სირიის ახალი კოცი რო არის ალ-შაჰადი თუ რა ვიცი რა გვარია იმის ინტერვიუებს და აი რაღაცა ესე ვარო იქნება შენ მაინც შენ ქვეყანას რამე უშუალო, იმიტომ რომ ნარატიულად არის ძალიან კაი ამბავი რომ ტიპი იყო თალიბანის ლიდერი იყო 10 წლის განმავლობაში. ყველაზე მაღალ ჩინოსანი თალიბანელია, ვინც ცოცხალი დარჩა, ანუ მაგის ზევით ვინც იყო სულ დახოცეს. ხო, $10 მილიონი იყო მაგაზე ამერიკელებს და ეხა ამბობს რომ ეგ რაც იყო გულში დარჩა გულში ამბობს, ანუ რაღაცაო და თავის ისტორიას რო ყვება, ანუ როგორც გაიზარდა და ისა რაც არ უნდა ის იყო მეორე მხარეს იყო გაუგებ ტიპი რატო მოხდა იქ სადაც მოხდა. ანუ ხო რა ვიცი ისტორიას რო წაიკითხავ, ხვდები რომ არასწორს აკეთებდი, მაგრამ რაც ცოტა უცნაური იქნებოდა რომ ამ ბიოგრაფიის ადამიანი უცებ რაღაც სიონისტი ყოფილიყო, ან პრო ამერიკის მხარდამჭერი და რაც გამოსულიყო და რაღაცებზე ელაპარაკო. გასაგები იყო როგორც მოხდა. დღეს ინტერვიუში ზის და აი ესე ვიყავი რომ ხო იცი რომ არ ვარ მორწმუნე ადამიანი თუ რაღაცა, მაგრამ ალაჰი შენკენ იქნება რაღაც ამ უბედურ ქვეყანას თქვენ მაინც გეშველოთ რა რამდენი ხანია როგორ იტანჯებოდით რისი გულისთვის და გინახავს როგორია? ძალიან ესეთი აღმოსავლური გარეგნობის ესეთი აი ცოტა ზვიად გამსახურდიას მაგონებს მავშო რა არა ნათარგმნი იყო როგორ ლაპარაკობს არ ვიცი, მაგრამ იწყებს იმითი და ამბობს რომ აი სამოქალაქო ტანსაცმელიც უხდება ხო? კი, თან ის არის რაღაც ევროპელი პოლიტიკოსი კი არ არის, იმენა ის არის აღმოსავლური პოლიტიკოსია, რომელიც ცოტა ყვავილოვანი ლაპარაკობს, მაგრამ გასაგებით და რასაც ამბობს ის არის რა ჯერჯერობით მაინც და ხა მაინც მე როგორც პესიმისტი ხა იქ იმდენი უბედურება და რაღაც არის დაკავშირებული და ტკივილი და წინა ისინი რომ შენესქენი სავარაუდოდ არ გამოუვა, მაგრამ იქნება ვიღაცა მაინც იყოს კარგად რა. ხო, არ ვიცი, შენ კი ამბობ აი რაც გინახავს, ვეღარ ნახავს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცას არ არის ასე ვთქვათ შეუქცევადი პროცესი და აი ეს კანკარის ამბავში რაღაც მოტრიალდება სამყარო. რამდენი წლის მერე? ანუ შეუქცევადი პროცესი არ არსებობს. ხო, არ არსებობს. რა თქმა უნდა, მართალი ხარ, შემოbrunდება და შეუქცევადიც არ არის. ეხა შეიძლება რომ შეიცვალოს. ანუ მე პესიმისტურად შეიძლება ერთი კვირის მერე შეიცვალოს, რაღაცა მოხდეს, მაგრამ
სავარაუდოდ არა. ხო, მე მესმის შენ რა იმით ამბობ, რა ემოციით ამბობ და რა სარკაზმით და იმით, მაგრამ ასევე მესმის ზოგი მთელი გულწრფელობით და სიხარულით ამბობს, აი რაც გინახავს, ვეღარ ნახავთ და უკრაინის მაგალითს იშველიებენ, რომ აი როგორ ესე იგი, რომ უკრაინა დამარცხდა, უკვე დამთავრებული ამბავია ზელენსკი გააჩერეს და ყოფა ეტირა და ხარობენ. და აი ის პოსტივიზ და შემხვდა ის რომ აი რომ უკრაინის დამარცხება არ არის ჩვენი დამარცხება და საერთოდ რა შუაშია და რაღაცა და აი რო დაფიქრდე ხო აი რო დაფიქრდე ბოდიში უარესად იყო ნათქვამი მე ხარდი წავიკითხე არ მოსმენია იმიტომ რომ გულში სისხლი მეღვრება და ისე აი რანაირად მოიცად ფრაზა იყო ესეთი რომ რატო არ შეიძლება რომ უკრაინის დამარცხება იყოს ჩვენი გამარჯვება უკრაინის დამარცხება არ არის ჩვენი დამარცხება გაცილებით უფრო რბილი ფრაზა არის ვიდრე ის რომ უკრაინის დამარცხება შეიძლება ჩვენ გავიმარჯვოთ ხო აი ვინ ჩვენ გავიმარჯვოთ რაში აი უკრაინის დამარცხებაში რა ხეირია აი საერთოდ აი უკრაინის დამარცხებაში რა ხეირი არის ამიხსნას ვინ ახლავე აგიხსნე ოღონდ ღიად არავინ არ იტყვის მაგას იმიტომ რომ ჩვენ ვართ პრაგმატული პატარა ვირთხები ყველა ეგეთია მთელ მსოფლიოში და ისინი აი ვიღაც ტიპებთან დავალაგებთ პუტინთან არ არის პრობლემა დავალაგებთ და ჩვენ ვიქნებით და ასევე რეალობა რა იყო შავი და თეთრი აღარ არსებობს ის რომ უკრაინამ დაიწყო ომი რაღაცნაირად გამოიწვია თავიდან რომ დაიწყო იყო რამდენიმე ტვინ გამორეცხილი სუპერ პრორუსი რაღაცნაირი ფაშისტების და მემარცხენეების ისა აბსოლუტურად იმიტომ რომ არ მომხდა რა ეგრე ეხლა იყო 3 წლის წინ თუ ან რაღაც ერთ საუკუნის წინამდე ვამბობ ხო არ არის ეს საჭირო ისა სიტყვაზე არ არის მე-15 და მე-14 საუკუნე რომ აი რაღაც ის დოკუმენტები არ ყოფნიდეს ან ის რაღაც არქივებში არ იძებნება მასალა და რაღაც ვარაუდები უნდა გამოთქვა და იმის მემუარები გულწრფელია თუ არა ამის მემუარები ტელევიზორში იყო ყველა ვნახეთ ხო და ისედაც თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას რომ რაღაც ადამიანების ვიწრო ჯგუფს რომელიც ძალაუფლებას აკონტროლებს ფიქრობს რომ აი ვიღაც მაგარ ტიპს რომელიც გამოიკვეთა და უკვე გამარჯვებულია იმას დაველაპარაკები იმასთან დავალაგებ და მე სულ მევიქნები თუ აი ამ სიტუაციას გვერდზე გავწევ სხვა თვალსაზრისით ვინ რა მოიგო? მით უმეტეს ჩვენ რა მოვიგებთ? ანუ თუ აი ესეთი უსამართლობა როგორც ჩაიდინა ერთმა ქვეყანამ მეორის მიმართ შეიძლება გავიდეს, ხო? შენ რის რა ბერკეტი გაქვს, რომ შენთან არ გაუვა. შენთან უკვე გასული აქვს, ჯერ ერთი უკვე გაკეთებული აქვს და როცა მოინდომებს, ხო, იმას გაგიკეთებს, რასაც თვითონ ჩათulis. არანაირი უზენაესი ან ვიღაც მესამე ძალა ვისთანაც იჩივლებ, ვის იმედიც გექნება საზოგადოებრივი აზრი, საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ აღარ იარსებებს, აბა რისი იმედი გაქვს, რომ რაღაც გონს მოეგება, რომ მასში რაღაც ისეთი ჰუმანურობა ჩაიღრევა, თვისებრივად შეიცვლება და აი რაღაც სათნოების ერა დადგება და შენთან იმეგობრებს, რატო იმეგობრებს? არა იმეგობრებს ჯიმი ეხანდელი რა სკლადი რა ხდება და თუ ის არის ჩვენი გამარჯვება ბჭყალებში რა არის რომ თუ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ წააგო და რაღაც ძალა მოვიდა რომელიც პუტინს არ ეპიტნავება რასიზმს შეეგუება ეს დაждდება და იტყვის რომ დემოკრატია ზანტია გავაკეთოთ რა ვქნათ თუ რამე სხვა სიზმს აბა ომი გინდათ ამბავში მაგრამ საბოლოო ჯამში აი ხა ისედაც პატრიოტი თუ ხარ ხო პატრიოტი თუ ხარ შენი ქვეყნის ხო ცდილობ რომ მეგობრებიც ისეთი შეარჩიო რომ შენ ქვეყანას გამოადგეს ისეთი ქვეყნები შეარჩიო სადაც აი პოლიტიკური მოდელი მართვის სისტემა მისაღები არის ხო აი როგორ თქვა ახლა ხელი ჩავიქნიეთ ადამიანის უფლებები აღარაფერი არის დემოკრატია აღარაფერი არის ხო აი რატომ არის მაგალითად გამარჯვებული რუსეთი მისაღები ხო გამარჯვება რას ნიშნავს დიდი სუპერ სახელმწიფოს გამარჯვება რას ნიშნავს ანუ იმ ქვეყანაში დამკვიდრებული იდეოლოგიის მეტნაკლებად გავრცელება გავლენის გაძლიერება აი რუსეთი ძლიერდება დაუშვათ ხო ამ ომში imარჯვებს მერთმა დაიფაროს მე არა მაქვს ხელი ჩაქნეული და ისე არ მოხდება როგორც ერთი არა ამერიკა რუსეთის ურთიერთობაც ისე როგორც ჩანს ახლა და კატასტროფულად და გული გვისკდება ესე არ იქნება გავიხსენოთ აგერ სულ ახახას მეორე მსოფლიო ომი დაიწყო იმის სტალინისა და ჰიტლერის მოკავშირეობით და როგორ დაამთავრეს ხო მე მეორე მსოფლიო ომის მერეც ხო იალტის კონფერენცია ხო სადაც ბრიტანეთი ამერიკა და საბჭოთა კავშირი ძვაკაცები იყვნენ და იყოფდნენ სამყაროს და მე როგორ გაგრძელდა ის დღეს რო ესეთი ვითარება
სიტყვაზე, ხო? არ ნიშნავს, რომ ხვალაც ესე იქნება და ზეგაც ესე იქნება. ხო და რუსეთში ხო, აი რუსეთი გაძლიერდა, ღმერთმა დაიფაროს, გამოვიდა გამარჯვებული და აი რა სისტემას და რა ღირებულებებს აფართოვებს, ხო? აი სადაც არ შეიძლება ოპოზიცია არ არსებობს, ოპოზიციონერი ან გაქცეულია, ან ციხეში მკვდარია, ნავალნის მკვლელობის თუ გარდაცვალების წლისთავი იყო ახლახანს. უბრალოდ სუფთა ფურცლით გაჩერება და გამოსვლა და თქვენ თვითონ იცით აქ რა უნდა მეწეროს, რო თქვა ამაზე გიჭერენ. ახლა რო შემოვდიოდი რაღაც ნიუსებს კითხულობდი და ზეთ სიმბოლიკიანი საგნების დაზიანებაც კი ის არის უკვე დასჯადი არის. აი ასეთი ქვეყნის გამარჯვებას გულშემატკივრობ. რა პრაგმატული ინტერესი გაქვს აქედან? აი რა ინტერესი გაქვს? მხოლოდ ის რომ რა ვიცი, აბა იმასთან დაალაგებ და ასეთივე იქნები და ასეთივე ქვეყანას ააშენებ აქ და იქ როგორც არის უცვლელად. დემოკრატიაზე ლაპარაკობ, ზელენსკის უწუნებენ იმას დემოკრატიის ხარისხს და ლეგიტიმურობის ხარისხს. ხო, კაცი 30 წელი არის, ფაქტობრივად არჩევნები აღარ ტარდება. სისტემური ოპოზიციაც კი აღარ აყავს ფაქტობრივად, ხო? აი როგორც ლუკაშენკო რო არის, ოპოზიციონერი კანდიდატები არჩევნებში თავის ოპონენტს უჭერენ მხარს. სრულიად პოლიტიკური ბიოგრაფიის არ მქონე ტიპსაც კი აღარ უშვებენ არჩევნებზე, იმიტომ რომ პრეცედენტი არ შექმნა საერთოდ. ანუ ტიპი, აი ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც რაღაცნაირად მოახერხა ხმების ის ხელმოწერების შეგროვება, ხო? და რომ დაუშვან არჩევნებზე, აი როგორ იცი, აი რა მილიარდიდან 1% არა აქვს შანსი, რომ რაღაცას შედეგი გამოკვეთოს, ხო? არ დაუშვებენ, ბიულეტენში არ მოახვედრებენ, იმის გამო რომ პრეცედენტი არ შეიქმნას. ხო და აი ასეთ ქვეყანას გულშემატკივრობ და მიგაჩნია რომ აი რაღაცნაირად სამართლიანობა აღდგა. აი წარმოუდგენელი ამბავი არის. ხო და ის კიდევ რომ რაღაცნაირად შენს მეგობარს ემსგავსები ეგრე არ გამოდის რომ სიტყვაზე შენ იყო რაღაცნაირად დემოკრატიის უაზისი, ადამიანის უფლებები იყო შენთან პრიორიტეტი და ვიღაც კანიბალებთან და კაციჭამია იმებთან მეგობრობდი, ხო? არ არსებობს რა, ნელ-ნელა დაემსგავსები, ხო? ხო და ანუ შენ ის არის როლ მოდელი რაღაცნაირად პუტინი და რუსეთი. წარმოუდგენელი ამბავი არის ეს ახლა რომ აი 5 წლით, 10 წლით, 15 წლის იქით რო გადავხედოთ, რა მოლოდინები იყო, რას ველოდით მომავლისგან, არ ვიცი, ხო არის რაღაც პროექტები, რომ იქ შვილებს დაუტოვე და ის ჩანაწერებს რო აკეთებენ. აი ყველაფრის თავზე გადახევა არის. აი დღეს რაც ხდება, ხო? აი საითკე რაც მივდივართ, ან უნდათ რომ წავიდეთ რაღაც, ხო, აი რა და ჩვენ 5000 ლარიან ჯარიმებზე ვლაპარაკობთ და სინამდვილეში ჩემი აზრით აი ყველაფერი გავს იმას რომ აი რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ვიყოთ ადრეც გვილაპარაკია რომ რუსეთთან თავსებადი რაღაც სისტემა გქონდეს. მაგრამ შენ რასაც ამბობ ის 30% და დანარჩენი კიდევ სათავე შენ ხო მაგრამ უყურე აქამდე ესე სვამ შეკითხებს როგორც წარმოუდგენ რაღაცას და ისინი ხო არა ხო ეგრე არ ამბობდნენ ცოტა ხნის წინ რაღაცნაირად თავს იტყუებდნენ რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ევროკავშირში მივდივართ თან არა ცალი ფეხით არამედ ორივე ფეხით ხო და ახლა ღალატის ისიც შემოაქვთ ეს ხო გეუბნები რაღაცნაირად ხო აი რავი შეიძლება ეჭვიანობას დავაბრალოთ მაგრამ აი სახელმწიფო ღალატის მუხლი უნდა აღდგეს ხო და ეს ამოვიბეჭდეს რა გონია ვის ჩასვამენ მაგრამ არა ზუსტად ეგ არის უკვე როგორი რაღაცა არის აქ ხო მოღალატეებს უძახიან სიტყვაზე ქუჩაში გამოსული ხალხი თავიანთ ოპონენტებს ხელისუფლებას რო აკრიტიკებენ ან ცალკეულ წარმომადგენლებს ან ლაივებს რო უხდავენ როდესაც უცხოეთში შეხვდებიან ან აეროპორტში შეხვდებიან მოღალატე ქვეყნის ინტერესები დათმე და ასე შემდეგ ხო და ხა თვითონ გამოდიან ინიციატივით რომ ეს სამშობლოს ღალატის მუხლი აღადგინონ აი თან შალვა პაპუაშვილმა ილაპარაკა არც მალავენ რომ ამ დანაშაულს ამ კონკრეტულ დანაშაულს ეს ყოფითი და რაღაც კონკრეტულის კი არა აი სახელი უნდა დაერქვას რომ ეს არის მძიმე და ეს არის სამშობლოს ღალატი და არა უბრალოდ დანაშაული აი მაგალითად მე რო სიტყვაზე რაღაც გრანტი მოვიპოვე და რაღაც კვლევებს ვატარებ გამოაცხადებენ რომ მე ვარ საფრანგეთის აგენტი და სამშობლოს ღალატობ არა უბრალოდ რომ რაღაც კვლევებს ვატარებ და რაღაც სიტყვაზე დასჭირდათ რაღაც შარის მოდება და კონკრეტული სახელის დარქმევა რომ შენ დაარღვიე სისხლის სამართლის კოდექსის ან ადმინისტრაციული ან რაღაც ეს მუხლი. ხა პირდაპირ გამოაცხადებენ რომ შენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებზე ან უცხო ქვეყნის დავალებით მუშაობდი და შენ ხარ სამშობლოს მოღალატე.
სტალინისტების ის არის ამბავი რა, შენდეროვიჩმა რო თქვა, რომ ტიპებს სტალინის გაცოცხლება რომ უნდა და სტალინი წამოაყენა და სტალინი და რა რისთვის უნდა? იმისთვის კი არა, თვითონ მოყვეს რეპრესიებში ან ვიღაც თავისიანი, აი მეზობელი ან ვიღაცა ვინც გარაჟის იმაზე მიწაზე ედავება ის რომ მოაყოლოს რეპრესიებში და გადაასახლოს კოლიმაძე. ხო და ეს სამშობლოს ღალატის მუღლი და იქაც აქვთ ახლა სტალინური ისინი 25 წელი და რაღაცეები და აქ სიცხლის სამართლის კოდექსში იყო ეს ჩვენთან ეს 1960 წელს მიღებული, როდესაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო და მე იმის საქართველოს უკვე დამოუკიდებლები რო გავხდით, მაშინ შეიცვალა რაღაც ცვლილებები შევიდა და მე 2000-იანი წლების ეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს გაუქმდა ეს მუხლი და ესენი ამბობენ რომ ახლა დღევანდელები რომ ეს სპეციალურად ღალატის ჩადენას აპირებდნენ და მუხლი ამოიღოს, აბსურდია ხო? ვინც არის ხელისუფლებაში და ვინც აკონტროლებს ამ შტოებს და სასამართლოს და იმებს, იმას აქვს ცნუნება, რომ მისი ოპონენტი გამოაცხადოს მოღალატედ. ის უბრალოდ არ ყოფნის, რომ აი რაღაც იქ უცხოური გრანტის ჭამს და რაღაც კვლევებს ატარებს აქ და ამით ძირს უთხრის ჩვენს ტრადიციებს და არამედ სამშობლოს მოღალატეა. უკვე ეს უნდა დაარტყათ. ხო, პუტინს ეს ახლა ეს ტრადიციებს გამოხსნა, პუტინს რო წარმოაჩენა, რომ ეგეთი მართლმადიდებლობის დამცველი, კონსერვატული ღირებულებების ტრადიციების ყველაფრის ანტიპოდი არის, ხო? ის მისი ოჯახის ისტორია, რავი, ეკლესიის და იმის როგორ აყავს ეკლესიაც იმას სამსახურში ჩაყენებული როგორ ეპყრობა და ყველაფერი, ხო? და ეს ღალატის მუხლის აღდგენა ეგ უნდა რომ არავინ იფიქროს რომ ახლა რაღაც ეროვნული საერთოდ არ გამოყვეთავენ. ჩემთვის მაგალითად სამშობლოს ღალატი არის არჩევნების გაყალბება, ამორჩევლის მოსყიდვა. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას აზიანებ, ხო? აი ნდობას აზიანებ. საზოგადოების იმას განვითარების კურსს ცვლი ამით და მთელი ამბები. ხო მარტივი რაღაცაა, ვერც მოიხელდება რა, ვიღაცა იზოდეიდას აეუბნები, რომ იქ ჩამოიარო სადარბაზოებში და ვიღაც ტიპები 40 ლარათან რაღაც იმის სანაცვლოდ გადმოიბირო და ხმა მოგცე. ეს უფროა სამშობლოს ღალატი, ვიდრე რაღაც ეს გამოთითქმული და თითიდან გამოწოვილი რაღაცა შენი და ჩემი გამოცხადება სამშობლოს მოღალატეება. და ესა ჩაფიქრებული, სხვა კი არაფერი. თორე კონსტიტუციაში გვიწერია რა როგორი საგარეო კურსი უნდა გქონდეს და ამას ცვლიან და ამას აზიანებენ და ეგ თუ არ არის სამშობლოს ღალატი, აბა სხვა რა არის. ხო? აი ახლა ის ამაგის პასუხია და სტალინის დროს იყო ეგა ხო ძალიან გავრცელებული საბჭოთა კავშირის დროს ეს სამშობლოს ღალატით ასამართლები და ლადო სულაბერიძე ესეთი პოეტი იყო ძალიან კარგი 90-იან წლებში გარდაიცვალა ძალიან საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვეთ ჩავარდა ქერჩში ძალიან გაუსაძლის პირობებში იქ საკონცენტრაციო ბანაკში და იქ იყო და ნუ მე ხო გერმანელები ქმნიდნენ ამ ქართულ რაზმებს და იქ გადავიდა ომის დამთავრების მერე რაღაცნაირად იქ შეერია ის და ისე რომ არ გაუმჟღავნებია რომ იქ გერმანელებთან სახურობდა, დაბრუნდა 2 წლის მერე დაიჭერენ და გაასამართლებენ სამშობლოს ღალატის მუხლით 25 წელს მიუჯიან და გადაასახლებენ იქ 25 წელი და 8 წელს მოიხდის, მაგრამ აღშფოთებული არის რომ აი ამ მუხლის გამო რომ აი ერთი წამი არ გამევლია გულშიო სამშობლოს ღალატიო. კიო იქ ძალიან უკვდებოდიო რა და აღწერილი აქვს თან. ის პერიოდიც აქვს ეს გერმანელებთან ტყვეობის პერიოდი, სამსახურის და მერე აქვს საბჭოთა იმაში ლაგერებში. ხო და ის ამბობს ხათაშვილის რომ ის ბანაკი არა, ლაგერი უნდა ერქვასო, ისეთი ის არის. ხო და ის ამბობს რომ ნუ ხო კვდებოდი და ეს სისუსტე გამოვიჩინე და სიტყვაზე, მაგრამ ერთი წამი არ მიფიქრია სამშობლოს ღალატი, ხო? იქაც მას უფიქრობდი, რომ საქართველოს არ დავაზიანებ რა, რაღაცა საქართველო დაპყრობილი ხავს რუსეთს და რაღაცნაირად იქნებდა რაღაც ეს ხო და ესე მარტივად უნდა რომ ესე ჩამოურიგონ სამშობლოს ღალატის მუხლი. წარმოუდგენელი ამბავი არის ამის ესე პროპაგანდისტვის და პროპაგანდისტული იარაღად გამოყენება. ახლა ისევ ამ ტროიზმებამდე მივდივართ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოხსენით ნიღავენ იქო. მე რამდენად ხო? ხო, არ ვიცი, ხო, თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ მართლა სამშობლოს იმის
მოღალატეების გამოსავლენად და ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად კი არა, ოპონენტებთან გასამკლავებად და საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად უნდათ. ანუ მე რო უძახი მას სამშობლოს მოღალატეს სიტყვაზე და ვფიქრობ, რომ ის ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ის ადგება და სისხლის სამართლის იმის დანაშაულს მომიყენებს. ნუ კაცმა არ იცის ნიკო, რომ შენ ვეღარ იმართლებ თავს, რომ ამერიკულ რადიოში მუშაობდი და ძირს უთხრიდი და ჩადიოდი ღალატს ყოველდღიურს. სამზარეულოში. ხო. არა ხარ ხო მოღალატეობის მზად არანაირად. მე მგონია რომ პესიმიზმით დავიწყე, ცოტა მინდა რომ ოპტიმისტურად დავამთავრო საბოლოო ჯამში. საბოლოო ჯამში არის რა, ანუ პრობლემა იმაშია რომ ხვალდაზეგ გააჩნია ხვალდაზეგ არის 5 წლის მერე, 10 წლის მერე თუ 50 წლის მერე, როგორც იქნება. უკრაინას მოუბრუნდეთ. პოლონეთი იყო ორჯერ დაყოფილი სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის, აღარ არსებობდა როგორც ასეთი. ერთხელ და ორჯერ. დიდი ხანი იყო, როცა პოლონეთის ის არის ხო სად არის ახლა პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ევროპის. შეიძლება თავისი ზომის და პოტენციალის მიხედვით გერმანიას და საფრანგეთს შეიძლება ვერ შეედრებოდეს, მაგრამ აცადეთ რაღაც წლები და შეიძლება შეედაროს კიდევაც, იმიტომ რომ არაფერი წინაპირობა არ არის იმისთვის, რომ სხვაზე ვიღაცაზე ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ვერ წამოაძახებენ, რომ თავდაცვაზე არ ხარჯავს იმ ბიუჯეტის. ამ წუთას ყავს, მანამდე ყავდათ ხელისუფლება, ეხლა სრულიად საპირისპირო ხელისუფლება ყავს, რომელიც საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება და რაღაცა ძირითად ღირებულებებს იმათ კიდე ცოტა წაიფორთხილეს უკრაინასთან დაკავშირებით ბოლოს, მაგრამ whatever. უკრაინა არ ვიცი ომი ამ წუთას როგორ შეჩერდება, როგორ დამთავრდება რა იქნება, მაგრამ ის სიმამაცე, ის გმირობა, რომელიც უკრაინელებმა გამოიჩინეს ამ 3 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც შემდეგ საუკუნეების განმავლობაში გაყვება უკრაინას. ანუ ცოტა თავის დაჯერ, არ ვიცი ხო, მომავალ წელს რა იქნება, ან წელს რა იქნება, ან საერთოდ ვინ იცის ეგა, ხო? მაგრამ ის ვიცი, რომ ისტორიას რო გადახედავ, საქართველოს არ არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის ნაწილი იყო რაღაც ხანი, მე რამდენიმე წელი მქონდა სრულიად შემთხვევითი დამოუკიდებლობა და მე ვიყავით რესპუბლიკა, სადაც ასევე არ ქონდა დამოუკიდებლობა, მაგრამ როგორც კი რაღაცა პატარა შეიცვალა, არავის არ უფიქრია, რომ ისევ რუსეთის ნაწილი ხო არ გავხდე თუ არ იყო ეგ დღის წესრიგში არ იდგა. რატო სხვადასხვა მიზეზები არსებობს მაგის გამო და ჩემზე ჭკვიან ხალხს დაუწერია და მსჯელობენ ხოლმე მაგაზე, მე მგონი რომ კულტურა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ვეფხისტყაოსანიან რაღაცა რაც გვაერთიანებს საქართველოს, იმიტომ რომ ესე რომ შეხედო, როცა ამბობენ ხოლმე სქეს და გენდერს ვადარებ, ხა არაფერ შუაში არ არის, მაგრამ იდენტო, მოკლედ სოციალური რო არსებობს, ქალი-ქალია, ქალი-კაცია და დანარჩენი არ არსებობს, იმიტომ რომ ბიოლოგიაა მთავარი. ეგრე არ არის, იმიტომ რომ სოციალური კონსტრუქტი ის რაც ადამიანებმა ჩვენი შექმნით შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი რამე იყოს ვიდრე ბრჭყალებში ბუნებრივად არსებული. ანუ გეოგრაფიას რო შეხედავ, ესე დედამიწას, აი ამ მონაკვეთს, არაფერი არ გეუბნება რომ აუცილებლად ეს ერთი ქვეყანა უნდა იყოს იმ საზღვრებში როგორც არის ან სხვა საზღვრებში რაღაცა. უბრალოდ ჩვენ თანხმდებით რომ ესე უნდა ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ იყო რაღაც დრო რომ საქართველოს არ იყო, შეიძლება რაღაცა მილიონი წლის მერე შეხედო და საქართველოს კი არა რაღაცა ის არის ხმული, არ ვიცი როგორ მოხდება, მაგრამ მანამდე აი ეს მულები, ის ერთმანეთის კულტურული გადაბმები, წიგნები იქნება, ფილმი იქნება, თუ რა იქნება, ეგ არსად არ მიდის. იმის თქმა მინდა რომ 20 წლის მერე დგებუაძის ქუჩა ბათუმში არ იქნება და თუ მაგ ადამიანის სახელი ვინმეს ემახსოვრება, იმახსოვრება აბსოლუტურად მხოლოდ როგორც ნეგატიურ კონტექსტში. არ არსებობს არც ერთი რასკლადი როგორც ამბობენ, სადაც სხვანაირად მოხდება რაღაცა. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, რავი, 20 წელი იყოს, 30 იყოს, პირიქით მიდის ხოლმე ისა. ხალხს უცხოვრია, უარეს პერიოდში უცხოვრია. ბაბა ჩემი 37 წელს ცხოვრობდა და ომში იყო და მე ჩამოვიდა უკან და უარესი იყო მაშინ ვიდრე ახლა იყო. ხალხი იყო წლების განმავლობაში ფაშისტურ სისტემაში ცხოვრობდა ხოლმე. ან რაღაცა არ ვიცი, ხანდახან არის, ბევრი წელი არის ეგეთი, როდესაც უცებ რაღაცა ტალღა მოვა და რაღაც ხანი ყველა უარესად არის. მაგრამ რაღაც მე კანკარას უბრუნდები ისევ რა. მე ისევ ისე არის. მთავარია რომ ერთი რომ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და მეორე რამდენად დაშვებული იქნება რომ ის იყოს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე ვერ ხვდები რისი გულისთვის. ანუ რა დამარცხდა ამითი, რა ფუთფუთებდა. გეტყვი რისი გულის ანუ ეგ არის ისა. ალგორითმი, რობოტებმა გვიქნეს ეს. ეგ არის პოლიტიკა. ანუ არ ვხუმრო, პოლიტიკური არის. ხო, ეგ არის პოლიტიკური. ეგ რა არის? აი ის
რამე ნაცი მეც მითხარით. კი, ნაციონალები. მიმი არის, ვისი? ვაიმე ის ჟურნალისტი მიდის იქ საბავშვო ბაღში, სადაც ასე იგი საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, ძალიან ანტისანიტარი არის ეს და ამ ხელს და ის თავს ვერ იმართლებს ის მასპინძელი, ვინც არის ბაღის და უცბად გაახსენდება ეს ფრაზა, რომ ეს არის პოლიტიკური, შენ რასაც მეკითხები და მოდიხარო და რა პოლიტიკური ჟურნალისტებს და პოლიტიკური ნაციონალური შეიძლება რომ ბავშვმა ვერა და უცებ ჩაფსვას ჯობია რომ იქ სანტლებში მოინელონ ის მოსანელებელი. ესა პრობლემა გახდა. ესა ნაციონალების პრობლემაა. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. რა არის? ეს არის პოლიტიკური. პოლიტიკური ეს ყველაფერი მე თუ მკითხავთ გოგუებო, რატო იცინი ხარ? ესა ჭრა არ გააკეთო. დასო დამთავრებულია ამით ყველა არგუმენტი. გარდა იმისა, რომ checks and balances შეიცვალა მედიის გაგებაც თვითონ ადამიანების მხრიდან. ჩვენ რაშიც ვიზრდებოდით და მე ჟურნალისტი ვიყავი და ხან მუშაობდი ხან მოკლედ. მიდგომა იყო ესეთი, რომ ადამიანები უყურებენ მედიას, ან კითხულობენ გაზეთებს თავის დროზე, ან როგორც არის, რომ გაიგონ რა ხდება მათ გარშემო. ბოლო დროს ალბათ კვლევის საკითხია და რაღაცა და ხშირად ეგრე აღარ არის მოთხოვნა არის რომ უყურებ მედიას რომ იცოდე როგორ იფიქრო. წინასწარ ეგრე არის თავიდან რაზე გაბრაზდე და როგორ იქნება პროსახელისმშობლო მედია თუ იქნება ოპოზიციური ტელეარხები რომლებიც ასევე ხშირ შემთხვევაში ხშირად კომენტარებში გვიწერენ ხოლმე რატო არ წერთ თუ რაღაცაო მაგრამ ნუ არის რა არ არის ცდელობა რომ თქვა მაინც სიმართლეზე იყოს ლაპარაკი არის ცდელობა რომ აი ერთი მხარე წარმოაჩინოს მეორე მხარე წარმოაჩინოს და საბოლოო ჯამში რომ შეხედავ გითხრას რომ აი ეს არის ესეა და ესე იფიქრე. ამიტომ არის რომ ხანდახან როდესაც დისკუსიის მსგავსი გაჩნდება ხოლმე ან ძალიან ნეგატიური ის მოყვება რომ რატო არის ეს შენთან და ის იმასთან ან პირიქით რომ აი რა კარგია რომ ამათ ერთმანეთში დაილაპარაკეს და რაღაცა იმის სურვილი გვაქვს თუ whatever და ეგ ერთი და მეორე ზოგი სუპერგმირებზე არის ფილმები, რომელიც Green Hornet-ია თუ რომელიღაცა სუპერგმირია, რომელიც დიდარია, იმიტომ რომ მამამის გაზეთის იმპერია ჰქონდა. იმიტომ რომ გაზეთის მაგნატები თავის დროზე იყვნენ ერთ-ერთი, ვინც აყალიბებდა იმას საზოგადოებრივ აზრს. მერე ცხადია, რომ არა, მერდოკამდელა არის ლაპარაკი, მაგრამ ნუ ეხა მერდოკი არის ცოცხალია ჯერ კიდე. საბოლოო ჯამში ნელ-ნელა ეს Fox-ი, იმედი, რა სხვა არხები რაღაცა მაგათ ანაცვლებს ალგორითმი. რომელიც გეუბნება ალგორითმი რაშუაშია რომ გაზეთს რო კითხულობ ან ტელევიზორს რო უყურებ, იქ არის დღის წესრიგი, რომელიც გეუბნებიან რომ აი პირველი ახალი ამბავი, ეს არის მეორე ახალი ამბავი, ეს არის მესამე და ეს უნდა ესეთ დამოკიდებულება მქონდეს ამასთან დაკავშირებით. ტრამპმა ეს თქვა, შენ ეს უნდა იფიქრო, ეს კარგია, იმიტომ რომ ესე გვაწყობს. ან ცუდია, ან არ ვიცი თან რაღაც. ალგორითმს მართავენ რობოტები, AI, რომელიც ხა ზოგ შემთხვევაში მასკი იქნება თუ ზაკერბერგი იქნება თუ ვინც იქნება, იმათი შექმნილი არის ალგორითმი, მაგრამ იმის არ იყოს, ტერმინატორის არ იყოს, ბოლომდე ალგორითმი როგორ მუშაობს, თვითონ შემქმნელებმა შეიძლება არ იცოდნენ. შეგიძლიათ ტვიკინგი გაუკეთო რაღაცა, მაგრამ აი როგორც ChatGPT-ები და large language models რო არის. არა ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ როგორც ამიკითხავს, მან კორექტივების შეტანა არის შეუძლებელი. ან თუ გინდა რომ რაღაცა შეცვლილიყო, წაშალო და თავიდან მისცემ. შუაში რა მოხდა არის არჩენით. ეს ალგორითმი ხა YouTube-ის, TikTok-ის, Instagram-ის როგორ მუშაობს თვითონ კი იციან სავით, მაგრამ საბოლოო ჯამში ბოლომდე ანუ ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას შენამდე რა მოვა და რა არ მოვა. ის რომ შენ ვიდეო ჩაწერე. ეხა ჩვენ აქ ვიდეოს რო წერთ, ხო? ქართულად არის, ინგლისურად რო იყო გაცილებით უფრო უნდა აკონტროლო რას ამბობ, იმიტომ რომ შეიძლება YouTube-ის ალგორითმმა თავისით დაგბლოკოს და ამიტომ არის რომ ერთი მხრივ ეს სიძულვილის ენა დაპირისპირება პოლარიზაცია გაზრდილია მაგრამ მეორე მხრივ აი პოლიტკორექტულობას თვითონ რო ებრძვიან ხოლმე ანელაი ვიცი რა არის და იგივე ოღონდ YouTube-ზე თუ ხარ დიდი YouTuber-ი TikTok-იდან მოდის ეგა ვიღაცა მოკვდას არ ამბობს ამბობ ანალაივ გახდა იმიტომ რომ იმან არ გიქნას კონტენტი არ flag-ად არ მოქცეს როგორც სუდი ის რომ სექსუალურ ძალადობაზე რო ლაპარაკობენ rape რო თქვა წაშლილია ხოლმე რომელიც რატო? ხო, იმას ანუ სექს არის ხოლმე წაშლილი რა. მინებაზე არ არის, ეუფემიზმზე გადადიხარ ოღონდ. ისეთ რამეზე რაც არის ალაპარაკო, რაც არის მნიშვნელოვანი თემა. ნაციზმი რო თქვა YouTube-ი დაგბლოკავს. იმიტომ რომ პროპაგანდა, იცის რა არის პროპაგანდა. დაუბლოკავს. ხო, ჩემი საყვარელი არხი იყო ერთი, რომელიც
იმას შვებოდა პირველი მსოფლიო ომი დღითი დღეს და ყოველ დღე ქონდა ერთი 15 წუთიანი ვიდეო იმ დღის განმავლობაში ვითომ ის არის. რამდენიმე საოცარი რესურსი. მე მგონი ეხლაც არსებობს, მაგრამ ცოტა ხანი მას პრობლემა ჰქონდა, იმიტომ რომ რაღაცა hate speech-ისთვის დაბლოკეს, როცა ისტორიკოსი იყო ტიპი. და გვაქვს ესეთი თითქოს შეუთავსებელი რაღაცა, რომ პოლარიზაცია ღრმავდება, იმიტომ რომ ალგორითმს აწყობს, რომ ის გაჩვენოს, რისი ჩვენ უკვე გჯერა. ერთი და მეორე გაჩვენოს ის მეორე მხრიდან, ვინც ყველაზე უფრო აღგაშფოთებს. ანუ მე თუ ვარ რაღაცნაირი ლიბერალი ტიპი, რომელიც ყველაფრის თავისუფლებისკენ არის და რაღაცა მეორე მხრიდან ვხედავ აბსოლუტურად ყველაზე ცუდ ტიპებს, რომლებიც აი ესენი არიან. ვიღაცა ზომიერი კონსერვატორი მეორე მხრიდან ხედავს თავმოშლეპილ ვიღაცა სრულიად არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც არ ვიცით რაღაცა ძალიან სუბიექტურად, ანუ შენთვის, ან შენთვის ძალიან მისაღები, ან ძალიან მიუღებელი. და ამიტომ ხდება, რომ ეს შუაში, უმეტესობა შუაში ვარ. უმეტესობა ვარ, რომ ვიღაც ტიპი რომ მოვა კონსერვატორი და რაღაცებს მიხსნის, რომ ეს ფისკალური პასუხისმგებლობა რაღაცა შეიძლება რაღაც უთხრა, რომ იცი რა, აქ რეგულაცია ხო არ ჯობია, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან სხვადასხვა ენაზე არ ვლაპარაკობთ. ანუ ერთ საკითხზე ალაპარაკი, რომ როგორ გადაიჭრას, მაგრამ იქ ჩანს, რომ ორივენი ვართ ესე აქ კაკაშკა და ცეცხლი და სხვა ის აღარ არის. აღარ არსებობს და იქ ანუ აი როგორც ნაცი და ქოცი რო ამბობენ ხოლმე უმეტესობა ხო არც ერთი ვარ და არც მეორე სადღაცა შუა გაიკრიფოს აი მაგაზე არაერთხელ შუა არ არსებობს ეგენი არიან აქეთ იქით ადამიანები ვართ რაღაც შევხედავ შენც მოგისმენ და იმასაც მოусმენ ანუ რა ეგ დაკარგულია ყველანაირ ყველაფერში როცა არის ხო აი თქვათ და შენიანები დაგერებიან როგორც კი მაშინვე პატარა გადაგიცდება და ჩვენ თავზე გამოგიცდეთ და სხვებსაც არის ხალხი ვისაც აი გუშინ წინ ვიღაცთან ყოფილა იმის წინ შეიცვალა ისა ერთ-ერთი ვისაც ეგ არ ეპატიება და აუცილებლად ჩაიქოლოს მაშინ არის ლევან ლორდ-კიფანიძე რომელიც უმეტესობა ვინც უყურებს არ იცის ვინ არის და საერთოდ რაზე ვლაპარაკობ და ეხლა მეც გრძელად მომდის კიდევ ერთხელ მაგრამ ბოდიში ეხლა უნდა ავხსნა დაიღალე და თო აქ ჯდომი ხანიკო სხვა გაქვს იზები და გასაგები ეხლა უნდა ახსნა მეგონა იკარნახა და სინამდვილეში საყვედური გითხრა ხო ერთმა მკითხა ადრე რომ ესო ახსნა რა რადიო თავისუფლების პოლისი არისო თუ რატო შევდო ხო რომელიც არანაირი არ არის ჩასვას ქორიც არ ჩასვას ერთმა კომენტარში დაწერა რომ რაღაცა ლაპარაკობ ხოლმე და ახსნა კომენტარში რამდენიმე ჯერ დაუწერია ჩვენ თუ რაღაცას ვლაპარაკობთ ჩვენც აგვიხსენით არ ვიცით რა არისო და მეთქი აბსოლუტურად მართალია ეს ადამიანი არ ვიცი ვინ არის რამდენიმე დღის წინ შეიქმნა მოძრაობა სოციალური დემოკრატია რომელიც ანუ მე ხა ბევრ ადამიანს ვიცნობ პირადად მეგობრობ ვინც იქ არის და არის ის რომ თუ გაჩნია როგორი ალგორითმი რას გაჩვენებს ანუ სულ მაგას გაჩვენებ და ბოლო 2 დღის განმავლობაში ან წარმოდგენა არ აქვს რაზე მაქვს ლაპარაკი და ერთ-ერთი ამისი მონაწილე არის ლევან ლორდ-კიფანიძე რომელიც არის დიდი ხნის განმავლობაში არის პოლიტიკაში ჩართული მემარცხენე რომელიც ჯერ კიდე აუდიტორიიდან მოკლედ სულ იქ არის ხოლმე სტუდენტური მოძრაობიდან გამომდინარე რომელსაც რამდენიმე წლის წინ კავკასიაში აქუს ხირის სტუმარი რომელსაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ხარდამჭერი ვიდეო გამოქვეყნებული ვატო შაქარაშვილის რომელსაც ბოლო ადგილობრივ არჩევნებში მე მგონი არჩევნებში ხო დრო ისეთი ვატო შაქარაშვილი რომელიც შემდეგ ვატო შაქარაშვილი მანამდეც იყო და მერეც მაგრამ მე კიდევ უფრო გამოჩნდა როგორც არც სწორი იქნება რომ როგორ აღწერო რომ ჰომოფობიური აზრების ხო ანუ ასე ვთქვათ ალტმემარჯვენეთ შეიძლება მოიხსენიო რაღაც მოკლედ იქითკენ არის ერთ-ერთი ფლანგი და ყველა ამბობდა რომ რა სიჯექი და რატო აქებდი ამ კაცოს კარგი ის არის თან მაზალს ხო რატომ ვატო რომელიც ანუ ხა ვის არ შეშლია რაღაცთან შედომა რაღაცა მეორე მხრივ ეხა პარტიაში რო შედიხარ და აყალიბებ რაღაცა ორი სიტყვით ისქენი მიმართე სპილოს ოთახში როგორც ინგლისურენოვანი ხალხი იტყოდა და რაღაცა ორი სიტყვით ახსენი რომ ხა იმ ტიპს რო აქებდი ისევ იმაზე აზრზე ხარ სხვა აზრზე ხარ ცოტა ხო არ შეგშლია ასე შემდეგ მაგრამ მაგის მიუხედავად აი მოძრაობის მიმართ მაშინვე წამოვიდა რომ აი ესენი რაღაც იმენა ლევან ლორდ-კიფანიძე არის ყველაზე დიდი პრობლემა ვინმესთვის არ მიუწიეთ იგივე ხალხს ვინც ამათ ლანძ ყავდა ვისაც ლევან ლორდ-კიფანიძე უარესი არა გაკეთებული შარშან არ აქვს მნიშვნელობა ვის მიცეს ანუ არ აყავთ პარტიებში ვიღაც ტიპი ის ხან სუპერ მოსაწონი იყო ყველაფერი ეს იმას არ ნიშნავს რომ კრიტიკა არ არის საჭირო იმიტომ რომ აშკარად რასაც ამბობდნენ პოლიტიკაში რომ მიდიხარ და შენი მხარდამჭერებისთვის მიუღებელი რაღაცა როგორ გასაკეთებელი ჯობია რომ გამოხვიდე და ახსნა ჯობია კი არა საჭიროა ისე რა პონტია მაგრამ ამის გამო ხა იმას ყველაფერს ხაზი გადაუსვა ერთი მეორე აი
უნდა გამოვიდეს ტემპერატურა არ მესმის ზიზღის და სიძულვილის და იმისი და არა ის რომ პასუხისმგებლობა არ უნდა მოეთხოვოს ადამიანს იმ სიტყვისთვის რაც თქვა აუცილებლად მოსათხოვია და უნდა გამოვიდეს და დაждდა და თქვა რომ მე ამას უჭერ მხარს იმიტომ რომ არის ჯიგარი და ის ტიპი ვისაც უჭერდა მხარს არ მგონია რომ ეხა ბისაღები წერილი და თქვა უფრო ხმამაღლა ახლა უნდა გამოვიდეს და ისევ ჩაწეროს რატომ ბატო რაღაც ანუ პოლიტიკა ეს არის ანუ პოლიტიკაში რომ მოდიხარ რაღაცნაირად შეხედე რომ აი ამას ხო არ წამოაყენებენ ჩემ წინააღმდეგ და როგორ გავცე ადეკვატური პასუხი რაღაცა პრეემპტიული უნდა გააკეთო ვიდრე გეტყვიან უნდა თქვა რომ აი ესე იყო რაღაცა მერე კი ბატონო მაგრამ მაგაზე არ არის ანუ პასუხს რატო თხოვენ არ არის სიძულვილის ხარისხზე რომელიც ჩდება როგორც კი შენიანი რაღაცას არ იმაშვება. ხო და ისე გამოცებ აღმოჩნდება რომ მე ისე ჩვენი ტკივილის მხრიდან ვლაპარაკობთ რომ ეს კონკრეტული ჟურნალისტი რომელიც შეიძლება ევროკავშირის პრიზი აქვს აღებული და რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთებული იგივე სოციალური სამართლიანობისთვის იქნება თუ ამისთვის თუ იმის და ბევრი კარგი ინტერვიუ აქვს ჩაწერილი უწევ მაგისი დედა და მაგისი იმის დედა და სულ ყველაფერი იმიტომ რომ რატო არის აქ ისა ვიღაცა რომელიც მე არ მომწონს და რატო სახეში კვერცხი არ ესროლა ირაკლი ხაზეს თუ აი ისეთი შტაბეჭილება გეკნება რომ შენი მეგობარი კი არ იყო მე ხო მეგობარმაც უნდა გაგაკრიტიკოს და კრიტიკა საყვარამეა დაწერე და ისეთი შტაბეჭილება გეკნება რომ აი მთელი ეს წლები რაღაც ის გიხონდა ჭაგუბებული და მიეცა საშუალება გადმოინთხია ხო ანუ კიდევ ერთხელ კრიტიკის იმაზე კი არის კრიტიკა არ არის ჩემი მხრიდან არის კრიტიკის ტემპერატურის და ღვარძლის და იმისი კრიტიკაც მე ვერ ვიტან თორე ნიკო აკრიტიკეთ რამდენიც გი ბაზარი არის და ხო და ითხოვენ ესე იგი თან ჩემი ბაბლის ესეთი შტაბეჭილება მრჩეოდა რომ ითხოვდნენ ამ ახალი მოძრაობის დან ლევან ლორდკიფანიძეობას თორე ის მთლიანობაში არ ქონდათ ესეთი ნეგატიური რეაქცია თვითონ მოძრაობის შექმნის მიმართ თვითონ მოძრაობა არავინ არ იცის შეჯერებით არის წოდინებული ანუ რეალობა არის რომ მე ვიცი იმიტომ რომ 3 დღე მაგის მეტი ვერაფერს ვერ ხედავ ჩემ ფიდზე მაგრამ უმეტესობა მარიცის რა არის და whatever მოდი ნიკო ხა დავამთავრო ჩვენ თორე იქ ჭრდილები დადიან აგრესიული ჭრდილები უკვე ვქენ კომენტარები არ წავიკით ხო ხო არ ვიცი კი ხო წავიკით მე წავიკითხავ კომენტარებს და სწრაფად ისავქნათ ერთი ლევან გოგიბერიძე სადმე ფიზიკურ სივრცეში მაყურებელთან ერთად ჩაწერეთ ერთი გადაცემაო სანამ ჯერ კიდე არსებობს ანუ ეს მე დავამატებულოში ნახოთ რა ვიცი მაგაზე რა გიფიქრია აი კაცები რო აკეთებენ ხოლმე თავის მაყურებელთან კაცები რო აკეთებენ თავის მაყურებელთან შეხედეთ კაცები არ მითხოვს ნუ არა ნუ აღიქვა მეგრე სერიოზულად არა იმას ვამბობ რომ დავამთავრებ წინადადებას კაცები ბევრს მუშაობენ მაგაზე კაცებს სხვა ფორმატი აქვს და ის ხედან და რაღაცა ისინი კაცები არიან კაცების იმაზე კონცერტზე ვარ ნამყოფი და ძალიან კარგად აქვს ჩვენ არა კაცები ვარ ძალიან კარგი იყო მადლობა ლიზი ნიკომ unlove ნახა მე მეგობრე თუ საგინცევის ნახეთ დიხნის წინ ანუ რასაც ახლა ყვებოდით თუ ის გაინტერესებს როგორ ქვია რუსულად ნილბო ხო და ლევიათანის უნდა უყურო ხოლმე წელიწადში ერთხელ იმის და მიუხედავად რომ მირჩევნია რომ არასდროს არ უნახო ცხოვრებაში ბოროტი და საზღარი ფილმი ეგეთი ნამდვილი და ჩვენსაც რო შეფარებოდეს მე ლალი მოგწერა ისე ბერიძე ნიკო გოზინახს ჭამო აუ მაგრამ იყოს რა გოზინახს ციცაკები ვჭამე ქალბატონო ლალი ბევრი მე მაგინებდა ვიღაც რატო მაგინებდა კენდრიკი რო არ მოგეწონა ამაზე როგორ თქვიო რომ ღარიბი ხალხო მეტი პრობლემა არ აქვს მარს აი მაგის გამო ერთმანეთს რო ვაგინებთ ეს ღირსები აი მართლა რა იცი რა ილოს ანზორ ბერიაშვილს ილო მოეწონა გულებს შორის ილო რო შემოვიდა აქ ესე ფეხა კრეფით და ძნელია ილო არ მოგეწონოს ხო კიდე ხალხი ითხოვს დაგესწრები თუ არა ილო ხო ისა ინახე მოიწამეთ წავკეთ ხო აუ ეს ხმა განსაკუთრებით კენდრიკზე რო თქვა გამოსვლა არ იყო ესეთი რაღაცნაირიო აი სუსტი ვითომ განსხვავებული ვითომ ძალიან ნიშურ აზზე მოსული და ცოტა გამოშტერებული ტიპია პასტყამი თუ წერია და თოზერაც იცი რა არის მიუხედავად რომ ძალიან მიყვარხარ ძალიან არასწორი გავიმეორებ ძალიან არასწორიც არ არის რომ არის ვითომ განსხვავებულა ვითომ ძალიან ნიშურა აზზე მოსული მაგრამ ამავე დროს გამოშტერებული შეიძლება ვიღაცა მეგრე დაგახასიათოს თუმცა მე არ ვეთანხმები ამას მიკროფონად ხო აი შენი აღარ მუშაობს მიაცემს ჩემზეც თქვი რა მე ანუ მე სპეციალურად გიწევ ხოლმე რომ იმას შვები ჩვენ არ მინდა რა წავიკითხე მეც ეგ მე რა ვფიქრობდი მე თქვი რატო დაწერა და მე რავი რა ეგრე ვფიქრობ და მე ვიღაცა მეუბნება ეგ კომენტარებს ვკითხულობ ხალხო მასე კი არ არის მარტო ჩემი დალიკო კი არ გქოთხო მე ვიღაცამ წერდა რომ ეს ნიკოს ბაძავს
რა ვიცი, არ ბაძავ, რომც ბაძავდი, რავი, ჩემი მეგობარია და არა, ბაძავს არ იყო, ხმით გავსო ნიკოს. ხმით გავსო? ხო, ვერ ვარ ჩავეწმე. ბაძავსო და არც არ მეწყინა, რავი, ჩემი მეგობარია და ჯიმისაც ბაძავ მომენტებში და ნიკოსაც. მე დათოს ბაძავ ბევრ რამეში და კეთილ გლამარის შოუ კიდე არ მომეწონა. გაცილებით მაგარი მგონია მადონას შოუ იყო და რავი, ბევრი კარგი არტისტი და არ მომწონს ეს კეთილ გლამარის შოუ. კეთილ გლამარის მუსიკა პრინცის შოუ მაგარი იყო. პრინცის შოუ იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოუ, რომელიც სუპერ ბოულის half time-ზე ყოფილა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ერთი აი შოუ იმენა შოუა. ანუ კაი კონცერტი სხვა რამეა და ეგ არის შოუ. 20 წუთი გაქვს რომ რაღაცა გააკეთო და ხალხი ფეხბურთის საყურებლად მისული. პრინცის იყო ალბათ საუკეთესო ერთი ამბავში რომ ფარგლორენი რო დაიწყო, წვიმა წამოვიდა და თან პრინცია და ნუ ხა პრინცის დონი მუსიკოსია. კენდრიკ ლამარი როცა თავს იწონებს, ამბობს რომ მე პრინცი ვარო. და ხედა. ხო. ასე რომ გაკიდე რამე სათქმელი დავიშალე. ხო, ერთ რამეს ვიტყვი ახლა ჩვენ მაგერ პოლიტიკოსები ვახსენეთ, ძველიც, ახალიც და დამწყებიც, ახალი მოძრაობაც ხო და ჩვენს კოლეგებს პოდკასტში დღეს ნასტას ეხოლება ირაკლი ალასანია. თავის დროზე ძალიან ესეთი დიდი რეიტინგის, მაღალი რეიტინგის პოლიტიკოსი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყურადღების ცენტრში მოექცა, აი გახსოვს თავდაცვის სამინისტროში კაბელების საქმე რო იყო, ხო, აი სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა და იქ აი ამ ფიგურანტები, ბრალდებულები, განსასჯელები ვინც გამართლდნენ და მოკლედ თვითონ ალასანიაც ყოველთვის ადრეც საინტერესო იყო და ახლაც საინტერესო არის, მოგეხსენებათ. ამჟამად დეველოპერია, ხო? ხო, ბიზნესშია წასული, მოკლედ, მაგრამ მისი გადაცემაში სტუმრობა არ იქნება უინტერესო, ძალიან საინტერესო იქნება. და ნახოთ როგორ ხო, ეს ხო, ძალიან მიბულია ჩვენი გადაცემები, მაგრამ ხო იდება YouTube-ზე და ნუ შეუძლიათ აი ეს ნასტას პოდკასტი 21:50 ესე, ხო, იქ ნახონ, მოусმინონ. და რომელ საათზე იდება 21:50? ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდია ჩემო მაყურებელო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. არ დაინანოთ კომენტარი. მე უნდა მომიფიქრებინა თემა, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვერ ვფიქრე, იმიტომ რომ ძალიან ფული გვაქვს. პრიზების სტარები დაიღალე? ემოციურად ნიკო, შენ არიცი, შფოთიანი კაცისთვის წარმატება და წარუმატებლობა ერთიანად შემაწუხებელი არის. საკუთარი გამოცდილებით ამბობ ალბათ, იმიტომ რომ კი ჯიმის ქონია ხოლმე ესე მოვა. რათა გემართა ჯიმი რა გჭირი კიდე მოვიგეს პრიზის. ეხა რა უყვა 1500 ლარს რა. უტრირებს ნიკო, უტრირებს. არც ისე. კარგად. ნახონდის.